რა აქვთ საერთო ტოტალიტარულ რეჟიმებს, ჯიჰადისტ ტერორისტულ ორგანიზაციებს და პოლიტიკურად მოდურ მოძრაობებს, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ ამერიკელები, რომ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება და პოლიტიკური პრიორიტეტები? ყველა მათგანი იყენებს პროპაგანდას, დაშინების ტაქტიკებს, კანონებს, სოციალურ იზოლაციას და ზეწოლას, რათა დაარწმუნონ ადამიანები, რომ პასიურად მიიღონ მიუღებელი არა მხოლოდ ნორმად, არამედ გარდაუვალ აუცილებლობადაც. საბჭოთა და ჩინური ავტორიტარიზმი, ისლამისტური ძალადობა და ახალგაზრდა ამერიკელების ინდოქტრინაცია, რათა ირწმუნონ სისხლის ცილისწამებები ისრაელელებისა და ებრაელების წინააღმდეგ და თავისუფალი პალესტინის დოქტრინაში. ყველაფერი ეს ორუელიანური ტაქტიკების პროდუქტია, რომლებიც ცდილობენ განათლებული და რაციონალური ადამიანები ბოროტი რეჟიმების მორჩი უმსახურებად აქციონ. და იგივე ტიპის სტრატეგიამ თავისუფალი ქვეყნები, როგორიცაა შეერთებული შტატები, პანდემიის პიკზე კოვიდის ჩაკეტვის დიქტატურებგაბად გადააქცია. პრეს გადაცემაში იფიქრე ორჯერ ჩვენ ხრმად განვიხილავთ, როგორ მუშაობს გონების კონტროლი, ოფილი CIA-ის ანალიტიკოსისა და რადიოვარსკვლავის ბაკ სექსტონის მონაწილეობით, რომელიც ახალი წიგნის ილუზიის შექმნას ავტორია. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში იფიქრე ორჯერ. შეიძლება გვეგონა, რომ სოფლიო გადაურჩა COVID პანდემიას, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით ისეთ რამეში, რაც შესაძლოა ისეთივე, ან კიდევ უფრო მომაკვდინები იყო ვიდრუსი ვიმელბი იყოს, ვიდრე ვირუსი, რომელმაც 2020 წელს მსოფლიო თავდახირა დააყენა. ფსიქიკური ეპიდემია, რომელმაც რადიკალური იდეების სია იარაღად აქცია, მთელ მსოფლიოში გავრცელდა და შედეგი გახდა ისლამისტური ტერორისა და გარემოს დაცვითი ექსტრემიზმის გავრცელება. იგივე პროცესი აღვივებს რწმენას გენდერულ იდეოლოგიაში და უცნაურ წარმოდგენაში თითქოს თავისუფალი პალესტინის შექმნა და პლანეტაზე ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს განადგურება იყოს ჯადოსნური გამოსავალი სოფლიოდან ჩაგვრის აღმოსაფხრელად. და ის ასევე მარტივად მუშაობდა, რათა დაერწმუნებინა ხალხი, რომ ისინი გადარჩებოდნენ სიკვდილს ჩაკეტვების, ნიღბებისა და ვაქცინების საშუალებით. ამ მავნე იდეების წარმატებული გავრცელება შესაძლებელი გახდა იმავე ტაქტიკებით, რომლებიც კომუნისტურ დიქტატურას საშუალებას აძლევდა. საბჭოთა კავშირის ხალხი 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაეშინებინა და რომელსაც დღესაც იყენებენ სხვა ტოტალიტარული რეჟიმები და დიქტატურები, როგორიცაა კომუნისტური ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა. დრემდე ყველა ეს რეჟიმი ყვავის იმით, რომ ავრცელებს სამყაროს შესახებ ილუზიებს, რომლებიც ეშმაკური სტრატეგიით არის დამყარებული. ეს ფაქტობრივად მასებს თუ ინსურეცხავდა, რათა დაეჯერებინათ ისეთი რამეები, რასაც გონიერი ადამიანები სხვაგვარად დაუფიქრებლად უარყოფდნენ. როგორ მუშაობს ეს თავისუფალ ქვეყნებშიც და ავტორიტარულ რეჟიმებშიც? ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ დღეს ჩან ერთად იმყოფება ადამიანი, რომელმაც ეს საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა და ახალი წიგნი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ბაკ სექსტონი, პროფესიულად ცნობილი როგორც ბაკ სექსტონი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ოფიცერია, რომელიც მუშაობდა სააგენტოს ანტიტერორისტულ ცენტრში და ერაპის ანალიზის ოფისში. ამის შემდეგ ის მუშაობდა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის სადაზვერვო განყოფილებაში, სადაც ტერორიზმის საქმეებზე მუშაობდა. მას შემდეგ მან დაიწყო წარმატებული კარიერა რადიოში, სადაც მას პინძლობდა ბაკ სექსტონის შოუს. შემდეგ 2021 წელს კლეი ტრევის შეუერთდა და ერთად გაუძღვა კლეი ტრევისისა და ბაკ სექსტონის შოუს, რომელმაც რაშ ლიმბო ჩაანაცვლა კონსერვატიულ რადიოსადგურებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ ხელახლა დაიწყეს ეს პროგრამა 2025 წელს 550 პარტნიორ რადიოსადგურზე და ახლა საკუთარი პოდკასტის ქსელები აქვთ. ის ორი წიგნის ავტორია. 2012 წლის ოკუპაი ამერიკული გაზაფხული რევოლუციის შექმნა და ახლახან გამოცემული მოწყობილი ილუზია, როგორ იყენებს მემარცხენე ტვინის გამორეცხვას, ინდოქტრინაციას და პროპაგანდას შენს წინააღმდეგ. ბაკ სექსტონ, მოგესალმები Think Twice-ში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. კარგი ბაკ, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახე და დღეს შემოგვიერთდი. მინდა დავიწყო კითხვით, რატო გადაწყვიტე ამ დროს ამ წიგნის დაწერა? ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რატომ გადაწყვიტე დაგეწერა რაღაც, რაც იმდენადვეა ორუელისეული გონების კონტროლის ტაქტიკების ისტორია, რომელსაც ბოროტი რეჟიმები და მოძრაობები იყენებენ, რამდენადაც არის პოლემიკა იმაზე, თუ როგორ ახდენს ეს გავლენას ჩვენს დღევანდელ დისკუსიებზე სხვადასხვა საკითხებზე. იცი ჯონათან, დიდი ხანი ველოდი წიგნის დაწერას. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მინდოდა თავად დამეწერა, რაც ხშირად მიყვარს ხოლმე თქმა, რადგან გონია, რომ ეს ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, დაკარგული ხელოვნება ხდება. და ეს მნიშვნელოვანია. და მე ის ადამიანი ვარ, ვისაც სურს, რომ უფრო მეტი ადამიანი, ვინც კომენტარებითა და კონტენტით ირჩენს თავს, თავად წერდეს საკუთარ წიგნებს. ეს არის ჩემი პირველი აზრი ამ საკითხზე, იმის ნაცვლად, რომ ფარული ავტორი ან ვინმე სხვა აკეთებდეს ამას მათთვის.
ასე რომ წიგნი რეალურად მე დავწერე. ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, მათ შორის 6 თვე CIA-ის მიმოხილვაზე, რადგან მე CIA-ის ოფიცერი ვიყავი და მაქვს სამუდამო ვალდებულება, ყველაფერი რაც ჩემს CIA-ში მუშაობას ეხება. მათთან უნდა გამევლო ყველაფერი გამოქვეყნებამდე. ასე რომ წიგნის იდეა ან მიზეზი იყო ის, რომ ხალხი გაგიჟდა COVID-ის დროს. ვფიქრობ ეს საკმაოდ აშკარა. და მაშინ როცა ვცდილობდი ხალხისთვის მეთქო, რომ ბევრი სიგიჟე ხდებოდა, მეკვირებოდნენ და ჩემი პოლიტიკის იდეებისთვის, მაგალითად, თუ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხარ, უბრალოდ გააგრძელე ცხოვრება. ეს სიგიჟეა. ყველას მაინც შეგვეყრება ეს. ხალხი მეუბნებოდა, რომ თითქოს ბებია ბაბუების მკვლელი ვიყავი და სხვა მსგავსი სიგიჟეები. სხვათა შორის არავის მოუბოდიშია. ხო, ასევე არასდროს მიმიღია ბოდიში არც ერთი პლატფორმისგან, რომლებმაც გაფრთხილებები მონცეს ან დამბლოკეს, მათ შორის YouTube-ის, Facebook-ის და PolitiFact-ისგან, რომლებმაც მთელი სტატია დაწერეს იმაზე, რომ მაგრამ ეს ხომ COVID-ის წიგნი არ არის, ხომ ასეა? და აი ეს იყო ის, რაც ესე იყო, ეს ჩემ გაუნცემოსაც უნდა მეთქვა და მათ სასარგებლოდ უნდა თქვა, რომ ეს დაინახეს. ეს იყო კარი, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ხალხს შეუძლია წავიდეს. და ვგულისხმობ მილიონობით და კიდევ მილიონობით ადამიანს ამერიკაში შეიძლება უბრალოდ დაკარგოს ორიენტაცია და გაგიჟდეს. სათანადო ზეწოლის პირობებში ასე წოდებული ექსპერტების კონსენსუსი, ემოციური მიმართვა, ეს ყველაფერი ერთად, შფოთვა, მანიპულაცია. და ამიტომაც თქვი, კარგი, იცით, ჩვენ ვიცით, რომ ეს რეალურია. ეს სხვა ცხოვრების სფეროებშიც ხდება და პოლიტიკის სხვა სფეროებშიც ხდება. უბრალოდ ეს იმ მასშტაბით არ ხდება, როგორც COVID-ის დროს ნახეთ. მაშ რა არის ის დამაკავშირებელი რგოლი? რა მსგავსებებია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დავგულისხმობ მანიპულაციის პროცესში, ილუზიის შექმნაში მონაწილეობენ, რაც რა თქმა უნდა წიგნის სათაურიცაა. როგორ ქმნი ილუზიას ისე, რომ ხალხს გონია, რომ არ უნდა ყავდეთ შვილები ნახშირო ჟანგის კვალის და კლიმატის ცვლილების გამო, რაც კიდევ ერთი რეალური ფენომენია. გულისხმობ, ჩემთვის ეს შფოთვითი აშლილობაა. ვინმე უნდა მიმართოს პროფესიონალურ დახმარებას, თუ მართლა ფიქრობს, რომ ბავშვის ხოლა სამყაროს დააცვება. იცით, კლიმატის მხრივ. ან როგორ არწმუნებ ხალხს, რომ ყოველ წელს 10,000-10,000 შავკანიანი მამაკაცი პოლიციის მიერ მოუკლავთ დაუსჯელად და უბრალოდ რასიზმის გამო. როგორც BLM მოძრაობამ გააკეთა და როგორც გამოკითხვებმა აჩვენა. ასე რომ ეს გიჟური იდეებია, ან ეს უბრალოდ ბოდვებია. და არის რაღაცები, რაც ხდება, ან რაღაცები, რაც ყველა რეალურ წმენას აერთებს. და თქვენ მკითხეთ ისტორიაზე. ისტორია მაშინ ჩამოყალიბდა, როცა ვთქვი, მოიცადეთ, ვინ გააკეთა ეს ყველაზე კარგად. სად იყვნენ ისინი, ასე ვთქვათ, პროფესიულ დონეზე, თუ გნებავთ ილუზიების წარმოების პირველ დონეზე. და ეს იქნებოდა მე-20 საუკუნის ტოტალიტარიზმები. და სინამდვილეში მათ შეისწავლეს და აშკარად ძალიან იყვნენ გატაცებულნი ყალბი რეალობების შექმნის იდეით, რომლებშიც ადამიანებს უნდა ეცხოვრათ. და ამიტომ მე შევხედე, რას აკეთებდნენ ისინი, შევისწავლე მათი ტაქტიკები და გამოვიყენე ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ სცენარებში. და ეს ყველაფერი გაერთიანდა წიგნში, რომელიც ჯერჯერობით ხალხს ძალიან მოსწონს და ბევრი რამ ისწავლეს მისგან. გმადლობთ, რომ მოусმინეთ Think Twice. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოდკასტ პლატფორმაზე გვისმენთ, ან თუ პირდაპირ ეთერში გვიყურებთ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ JNS, დააწყაპუნოთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარდი შეფასებები. ასევე გარდა Think Twice-ის არსებობს ჯონათან ტობინის холодრიური პოდკასტიც, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ანალიზს გიზიარებთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც სტრესს ვდგავართ. ყოველდღიურ გადაცემას ჯონათან ტობინ დეილის სახელით იპოვით JNS-ის არხზე, სადაც არ უნდა უსმენდეთ პოდკასტებს. და ახლა დაუბრუნდეთ დღევანდელ პროგრამას. კარგი, ვფიქრობ ეს მართლაც დროულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მართლაც დაუბრუნდით ისტორიის პირველ პრინციპებს. რადგან იცით, ეს არ დაწყებულა 2020 წელს პანდემიით ან BLM-ით. ანდრეას იცით, ხალხი დარბის და ყვირის თავისუფლება პალესტინას და ფიქრობს, რომ გენოციდი ხდება ღაზაში. ეს იგივე ტაქტიკებია, იგივე სცენარი გარკვეულწილად უკვე დაწერილია და მაინც ჩვენ მხოლოდ რეაგირებას ვახდენთ. ყოველთვის ასე ჩანს, იცით, ხალხი ყოველთვის ებმება ამაში. ეხლა, როცა უმეტესობა ფიქრობს ფრაზებზე გონების კონტროლი ან ტვინის გამორეცხვა, ისინი როგორც წესი ბოროტ ილუზიებს წარმოიდგენენ. როგორც წარსული ტოტალიტარული რეჟიმები, მაგალითად საბჭოთა კავშირი, ჯორჯ ორუელის ნაწარმოებებისა და მისი წიგნის 1984-ის მეშვეობით, ან თუნდაც ისეთი ფილმები, როგორიცაა მანჯურიელი კანდიდატი, რომელიც თქვენ ახსენეთ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საუბრობთ იმაზე, თუ როგორ წარმოქმნიან ასეთი ტაქტიკები თვითმკვლელ ტერორისტებსა და სექტანტებს, ეს მხოლოდ იზოლირებულ ამერიკულ ჯგუფებს არ ეხება.
ჯგუფებს არ ეხება იმ ჯგუფებს, რომლებსაც უმეტესობა უბრალოდ შეშლილებად მიიჩნევს. ეს ეხება იმასაც, თუ როგორ წარმართავენ მოდური ტენდენციები ჩვენს თანამედროვე პოპულარულ კულტურასაც, არა? დიახ, და სწორედ ამიტომ ვიწყებ თითოეულ თავში ასე. და მე ეს დავკავი ძირითადად მთავარი მიდგომის სხვადასხვა ვარიანტებად. ან იმ გზებად, რომლითაც იქნება ეს მთავრობა ამ შემთხვევაში, ან უბრალოდ რწმენა, იდეა, კულტი, ტერორისტული ჯგუფი, ისინი რაღაცებს ავრცელებენ. და ვიწყებ ჩემი ნიგერიაში ყოფნით, რაც პირველი საზღვარგარეთული დანიშვნა იყო. ასე რომ არის რამდენიმე საინტერესო დეტალი ჩემი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოში მუშაობის შესახებ, რაც წლების წინ მოხდა და რაც აქამდე არასდროს გამიზიარებია. მე ნიგერიაში ვიყავი იმ ძალიან ადრეულ დღეებში, როდესაც დაიწყო რადიკალიზაცია, რაც დაახლოებით 10 წლის შემდეგ ბოკო ჰარამად გადაიქცა. და ბოკო ჰარამი გახდა მსოფლიოში მეორე ყველაზე მომაკვდინებელი ტერორისტული ჯგუფი მოკლულთა რაოდენობით. ისლამური სახელმწიფოს, ანუ ISIS-ის შემდეგ, ISIS-ის ზენიტში ყოფნის პერიოდში. როდესაც ისლამური სახელმწიფო ყველაზე საშინელ საქმეებს ჩადიოდა, მაგალითად ქურთების დამონებას, მთელი სოფლების ამოხოცვას და სხვა მსგავს რაღაცებს, ისინი იყვნენ ერთადერთი ჯგუფი მსოფლიოში, რომელიც ტერორისტულ აქტებში უფრო მეტ ადამიანს კლავდა, ვიდრე ბოკო ჰარამი ნიგერიაში. ამიტომაც ბოკო ჰარამს ნაკლები ყურადღება ექცეოდა. დასავლეთში იყო დაძაბულობა, მაგრამ ნიგერიაში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებები ეკლესიებში სამწუხაროდ ტრაგიკულ და რეგულარულ მოვლენად იქცა. იყო ყოველგვარი საშინელი სისასტიკე და ეს ყველაფერი იდეოლოგიაზე იყო დაფუძნებული. ამიტომაც დავიწყე იმით, თუ როგორი იყო ეს ყველაფერი, რა ნიშნები ჩანდა თავიდან და როგორ იწყებს საზოგადოება ან საზოგადოების რომელიმე ჯგუფი რადიკალიზმისკენ მიქცევას. რა ნიშნებია ამის დასაწყისში. ამან მიმიყვანა იქამდე და მახსოვს, რომ ხედავდი ბავშვებს მეჩეთის გარეთ. ეხლა ისინი რადიკალიზდებოდნენ, შეიძლება კი, შეიძლება აიძლება არა. თავარი ისაა, რომ აშკარად არსებობდა გზები, რომლებიც იქმნებოდა. გამოიყენებოდა. და ასე რომ მე ამაზე დავიწყე მუშაობა სააგენტოში მუშაობის დასაწყისში. და შემდეგ დაიწყო ჩემი მცდელობა გამეგო, როგორ ხდება ადამიანების რადიკალიზაცია ნებისმიერ ასაკში. გულწრფელად რომ თქვა, ან ნებისმიერი, ვისაც შეუძლია გაიგოს რა ხდება მის გარშემო. და შემდეგ ეს მიმიყვანს კონდიცირების და პავლოვის შესწავლამდე, როცა ვიწყებდი ამ საკითხის გაგებას. იცით, პავლოვის საკითხი მართლაც უაღრესად საინტერესოა. კეთხვი ჯონათან წიგნში ბევრად მეტი გვერდი მქონდა პავლოვზე და მოგვიანებით ამოვჭერი, რადგან ძალიან ღრმად შევედი პავლოვის თემაში. ის არის ადამიანი, ვისზეც ხალხს გონია, რომ იცით, იყო ზარი, ძაღლი და ნერწყვი. მართალია, აუცილებლად არ უკავშირებ ამ საკითხს, მაგრამ გონია შენ ამტკიცებ, რომ ყველაფერი იქიდან იწყება. დიახ, ნამდვილად ასეა. და საბჭოთა კავშირი, განსაკუთრებით სტალინის დროს და მის შემდეგაც, ცდილობდა პავლოვის მემკვიდრეობას საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა. როგორც არსებითად მთელი ახალი საბჭოთა ადამიანის სამეცნიერო აზროვნების წყარო და მთელი ექსპერიმენტი ახალი საბჭოთა საზოგადოების შექმნისა, რომელიც მეცნიერებაზე იყო დაფუძნებული, რადგან ის იყო დიდი, ის იყო უდიდესი მეცნიერი მართლა, რომელიც მათ ყოველ შემთხვევაში რეპუტაციით ფიქრობოდესმე ჰყავდათ. ის ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. მაგრამ რაც მან გამოიგონა იყო ის, სად, ანუ პროსტორად, მისი მიზანი იყო გაეგო, სად გვეც twin-ი და სხეული ერთმანეთს. და ეს იყო უფრო მეტი პირველ რიგში, როგორც წიგნში განვიხილე, ეს იყო მეტრონომი ან ზუმერი. სინამდვილეში ეს ზარი არ იყო და ეს არ ეხებოდა წვრთნას. მას არასდროს უთქვამს, რომ ძაღლებს წვრთნიდა. ის იყენებდა ძაღლებს ექსპერიმენტულად, როგორც იცით, ისე როგორც ადამიანები ცდიან სხვადასხვა რამეს ცხოველებზე, რაც შეიძლება ძალიან საკამათო იყოს. სხვათა შორის, მისი ექსპერიმენტები ჩვენი სტანდარტებით კი სტანდარტებითაც კი უკიდურესად საკამათო იქნებოდა. ასე რომ, თუ ძაღლების მოყვარული ხართ და მეც ასეთი ვარ, პავლოვის ლაბორატორიებზე ძალიან რთული რაღაცების გაგება მოგიწევთ. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ის ცდილობდა გაეგო, თუ როგორ ახდენს გონება უშუალო გავლენას სხეულზე. და ის ასევე ცდილობდა მოეფიქრებინა გზები უფრო სრულყოფილი ადამიანის ტიპის შესაქმნელად, როგორც თავად ამბობდა. ანუ როგორ შეგვიძლია მივახციოთ იმას, რომ თანდაყოლილი დაავადებები აღარ იყოს. ამიტომაც მის კვლევებში ბევრად უფრო დიდი ამბიციები ჰქონდა, მაგრამ ის ცნობილი გახდა კუჩის სეკრეციის კვლევებით, რომლებიც ჩაატარა. და ამ კვლევების ნაწილი, ანუ კუჩის მჟავა იყო ის, რომ შეგიძლია რაღაც დაინახო და შენს კუჩს რეალური ფიზიოლოგიური რეაქცია ჰქონდეს. ეს კი ადამიანებს აფიქრებინებს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს პროცესი და რამდენად შეიძლება შენი რეაქცია თითქმის მექანიკური გახდეს. და ეს მაბრუნებს ლაბორატორიის დატბორვის ისტორიაზე, რაზეც წიგნში ვსაუბრობ, რაც პავლოვისთვის და მისი გუნდისთვის ძალიან საინტერესო იყო. ამ ისტორიის მოკლე ვერსია და ვფიქრობ ხალხმა წიგნი უნდა წაიკითხოს, თუმცა წიგნშიც საკმაოდ მოკლედაა მოყოლილი, ასეთია.
ლაბორატორია იტბორებოდა დრევანდელ სანქტ-პეტერბურგში, სადაც პავლოვი ატარებდა კვლევებს და ძაღლები, რომლებიც ცხოველები არიან, კარგად აცნობიერებდნენ იმ საფრთხეს, რომელშიც იმყოფებოდნენ. მათ ეგონათ, რომ ყველა დაიღუპებოდა, ეგონათ, რომ ყველა დაიხჩობოდა. და მისმა ლაბორანტებმა ბოლო მომენტში შეძლეს ლაბორატორიაში შესვლა და ამ ძაღლების გადარჩენა. და ეს რა თქმა უნდა ბედნიერი დასასრული იყო. საინტერესო კი ის იყო, რომ ზოგიერთ ძაღლში მნიშვნელოვანი პიროვნული ცვლილებები მოხდა და მათი ზოგიერთი განპირობებულობა, რომის ჩამოყალიბებასაც წლები დასჭირდა, რათა პავლოვის ლაბორატორიაში სხვადასხვა სტიმულზე კონკრეტული რეაქცია ჰქონოდათ, გაქრა. ახლა კი ვიცით, რომ ტრავმას შეუძლია შიდა ნერვული კავშირების გადაწერა. და ჩვენ ახლა ამაზე უფრო მეტი ვიცით. და ახლა ადამიანები პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე ძალიან ღიად საუბრობენ, იქნება ეს ომისგან თუ სხვა სიტუაციებიდან. მაგალითად, თუ ცეცხლოვან ავტოავარიაში მოხდები, ადამიანებს ამისგანაც უვითარდებათ პოსტტრავმული სტრესი. და ამან შეიძლება ძალიან ძლიერი ფიზიოლოგიური რეაქცია გამოიწვიოს. შემდეგ კი ჩნდება კითხვა, თუ რაზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს ტოტალიტარული რეჟიმები, მომდევნო თქვათ 50 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აგრესიულად, ან მომდევნო 60 წლის განმავლობაში აგრესიულად. და ეს არის კითხვა. შეგვიძლია თუ არა შევქმნათ საზოგადოება, სადაც იქნება იმდენად ბევრი ხელოვნურად შექმნილი ტრავმა და კონტროლი, რომ შეგვეძლოს გონების მართვაც. და სწორედ ეს მოხდა მაოს ჩინეთში, საბჭოთა კავშირში, ჩრდილოეთ კორეაში. და მე ვსაუბრობ ამ პროგრამებზე. დიახ, და უფიქრობ ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. თქვენ ასევე საუბრობთ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს იმას, რასაც ჩვენ სტოკჰოლმის სინდრომს უწოდებთ. და როცა საქმე სხვადასხვა იდეის მიღებას ეხება, ჩანს, რომ საზოგადოება მთლიანობაში იდეოლოგებისა და ტოტალიტარების მძევლად იქცა. და თქვენს ციგში თქვენ ამას ანალიზს უკეთებთ. თქვენ საუბრობთ მენტიციდზე, ტვინის გამორეცხვაზე, იარაღად ქცეულ კანონზე, იძულებით ფობიაზე, იზოლაციაზე, იცით იდენტობის კონსტრუქციაზე და პროპაგანდაზე, როგორც გონების მაკონტროლებლების მოქმედების მეთოდებზე. აგვიხსენით, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. არა მხოლოდ, იცით, საბჭოთა კავშირის კონტროლირებად გარემოში, სადაც ხალხს, იცით, კარზე კაკუმის ეშინოდა, არამედ თავისუფალ ამერიკულ საჯარო ფორუმებშიც, იცით, და არა მხოლოდ 1984 წამების საგნებში. დიახ, აბსოლუტურად. ანუ ეს კიდევ ერთი მთავარი საკითხი იყო, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ამ ისტორიის წერა, მინდოდა ეს ძალიან თანამედროვე გამეხადა. ამიტომაც ვსაუბრობ გარკვეულ, იცით, მიმდინარე სიტუაციებზე. ამიტომ ეს იყო, ესე ვთქვათ, ჩემი თეზისის ან წიგნის ხელოვნება, რომელიც გამომცემლისთვის ნამდვილად უნდა გამეყიდა. რადგან მათ მითხრეს, ნახე, უნდა ახსნა. თუ აპირებ მაოისტურ ტვინის გამორეცხვაზე საუბარს მაგალითად, ეს გასაგებია. სხვათა შორის ტვინის გამორეცხვას ამ ტერმინის წარმოშობის ისტორიას წიგნში ვწერ. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას ტვინის გამორეცხვას არ ეძახდნენ. ამერიკელებმა დაარქვეს ტვინის გამორეცხვა. მათ მას აზროვნების რეფორმა დაარქვეს, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან ეს გეუბნება, რომ საქმე მხოლოდ წაშლაში არ არის. ძალიან ორუელური ტერმინია. ძალიან ორუელური ტერმინია. ეს ასევე გულისხმობს იმაზე, რომ შენს აზროვნებასაც ხელახლა აყალიბებენ. ისინი უფრო შორს სურთ წაშლა, ვიდრე უბრალოდ ის, რომ ვინმე ცემით დაიმორჩილონ ან საკანში დააბნიონ და უცებ უაზრო სიტყვებს ბუდბუტებდეს. ჩინელ კომუნისტებს სურდათ, რომ ხალხს ეთქვას სავალდებულო ლოზუნგები და ეს ენთუზიაზმით გაეკეთებინათ. აბა როგორ აკეთებ ამას ვინმესთან? მათ შორის კორეაში მყოფი ამერიკელი სამხედრო ტყვეები. სწორედ ასეა და სხვათა შორის ხალხი ამბობს, რა თქმა უნდა, უბრალოდ იარაღს მიუშორ ვინმეს. არა. ზოგიერთი ამ თვეთაგან, განსაკუთრებით კი კორეის ომის კონტექსტში ცნობილი მოღალატეები, ამერიკელები, რომლებიც იქ დარჩენა ისურვეს, მას შემდეგ რაც ისინი პროპაგანდის იარაღად გამოიყენეს. რობერტ ლიფტონისა და მისი მარფლად საფუძვლიანი კვლევის მიხედვით, ტვინის გამორეცხვის შესახებ, ადამიანები, რომლებიც თავისუფლები არიან, პოულობენ გზას, რომ გათავისუფლდნენ. და მათ პირველ ინტერვიუებში, სადაც საუბრობდნენ, რა გაუკეთეს მათ ჩინური ტვინის გამორეცხვის პროგრამაში, და ესენი დასავლელები იყვნენ სხვათა შორის, რაც კი იყვნენ აუცილებლად ჩინელები, ამბობდნენ, კარგად მესმის და ისინი საზოგადოებას თავიდან აწყობენ. და იცით, მე ვხედავ, რატო აკეთებდნენ ამას. ჩვენ ამას სტოკჰოლმის სინდრომს უწოდებთ. ისეთი ძლიერი იყო ის პროგრამირება, რაც მათ მიიღეს, რომ დრო დასჭირდათ იმის გასააზრებლად, რომ უბრალოდ სრულად იყვნენ ძალადობისაბისა და განადგურების მსხვერპლი. მაგრამ ამ ყველაფრის დაკავშირების მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ მაგალითს მოვიყვანთ, რადგან წიგნში ვამბობ ამას და ყველას, კიდევ ერთხელ იმედი მაქვს, თქვენი ძალიან დაკურებული აუდიტორია საკუთარ ეგზემპლარს შეიძენს. მაგრამ როგორც წიგნში ვამბობ, ჩემი აზრი არ არის ის, რომ ყველა მაოს განათლების ბანაკებში გვამწესებენ. ჩემი აზრი ისაა, რომ ტვინი მუშაობს გარკვეული გზებით, ჩვენი გონება, ჩვენი ემოციები, ხომ ასეა? ეს მხოლოდ ნეიროტრანსმიტერებსა და ნეიროქიმიას არ ეხება. ეს ეხება იმას, თუ როგორ მოქმედებთ როგორც ადამიანები. არსებობს გარკვეული რაღაცები, რაც ყველას გვინდა. არსებობს რაღაცები, რისაც ყველას გვეშინია. და არსებობს გზები, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის განსაკუთრებით იქნას გამოყენებული და ჩვენს წინააღმდეგ შემოტრიალდეს. და აღიარება, ეს არის რაღაც, რაც წიგნში დეტალურად არის განხილული.
მაოისტური ჩინეთის აზროვნების რეფორმის ხის თემაში მხოლოდ აღიარება საკმარისი არ იყო. ისინი გცემდნენ, ჩაგვსვამდნენ საკანში და რა თქმა უნდა, შეეძლოთ ყველა ეს ადამიანი უბრალოდ დაესაჯათ სიკვდილით. მაგრამ ისინი მეც ცდილობდნენ, ხომ ასე? ან ისინი იყვნენ, ცდილობენ ეს ამაზე ბევრად უფრო ამბიციურია. ბევრად უფრო ამბიციური. ისინი ცდილობდნენ საზოგადოების რეფორმირებას. ეს სხვა რამეა ვიდრე უბრალოდ იცით, ყველას რიგში დაყენება და თავში სროლა, რაც ასევე ხდებოდა ტოტალიტარებთან. მაგრამ ეს იყო ასე. ეხლა თქვენ ექსტრემალურ, უკიდურეს წნეხში ხართ. თქვენ უნდა აღიაროთ ეს საშინელი დანაშაულები, რაც ჩაიდინეთ. ეხლა ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ აღიარო, იციან, რომ ეს არ გაგიკეთებიათ. და თქვენ იცით, რომ ეს არ გაგიკეთებიათ. მაგრამ ბოლოს მთელი ამ ზეწოლის შემდეგ ტყდებით და ამბობთ. კარგი, ვითქვი, რომ ბრიტანეთის ჯაშუში ვიყავი და ვაგზავნიდი შეტყობინებებს ჰონგ-კონგში. და იცით, ამ 1950-იანი წლების ჩინეთის კონტექსტში ვაკეთებდი ამ რაღაცებს. და შემდეგ კიდევ უფრო ძლიერად გცემდნენ. კიდევ უფრო მკაცრად მოგექცეოდნენ, რადგან იტყოდნენ, რომ საკმარისად გულწრფელი არ ხარ. ეს საკმარისად გულწრფელი არ იყო და შემდეგ ისევ დაბრუნდებოდნენ და ისევ გაივლიდი ამ პროცესს და იტყოდი, კარგი, იყოს ასე. და კიდევ რაღაცას დაამატებდი. და შეიძლება ეთქვათ, ხო, ეს ცოტა უკეთესია, მაგრამ მაინც საკმარისად გულწრფელი არ არის. და შეიძლება დაგაძალებდნენ, რომ შენი ცრუ აღიარება დაგეწერა 5-ჯერ, 10-ჯერ, რამდენჯერაც უნდათ, 20-ჯერაც კი, რამდენჯერაც საჭირო ჩათვლიდნენ. და ბოლოს, როცა იგრძნობდნენ, რომ იმდენად ქონდა გატეხილი გონება, რომ ვეღარ ასხოვებდი საკუთარ თავში რა გააკეთე სინამდვილეში და რა მოხდა. რადგან უკვე იმდენად კრეატიული ხდებოდი, რომ ფიქრობდი, იქნებ ამჯერად მართლა უთხარი რამე იმ ადამიანს, იქნებ მართლა ჩავიდინე ღალატი ან საბოტაჟი. ან იქნებ, როცა უკვე დარწმუნებული იყავი, რომ მართლა რაღაც ცუდი გააკეთე, მაშინ გეტყოდნენ. კარგი, და გადაგიყვანდნენ უკეთეს საკანში. შეგიყვანდნენ რაღაცა გადაღზდის კლასებში, სადაც კომუნისტურ თეორიას უნდა სწავლობდეთ. მაგრამ ეს მაშინ ხდებოდა, როცა უკვე ბოლომდე ქონდათ გატეხილი. და ვამბობ, კარგი, ჩვენ ყველანი კომუნისტურ საკნებში არ ვართ. რა არის ეს? თქვენი თეთრი პრივილეგიის გამოცხადება, რასაც კოლეჯის კამპუსებში ბავშვებს ავალდებულებენ. კი, რა არის თეთრი პრივილეგიის აღიარება? ვინმე რამეს გააკეთებს? მართლა ვინმე შეცვლის თავის ჩვევებს? ან ისინი ნამდვილად არაპირებენ მიწის შეცვლას? აღიარება. კიდევ ერთი მკვიდრი მოსახლეობის მიწის აღიარებები. ეს რაზეა სინამდვილეში? ეს არის იმისთვის, რომ დაგამძიმონ დანაშაულის გრძნობით, რათა იგრძნო, რომ ვალში ხარ შენს გარშემო მყოფი ადამიანების წინაშე. შემდეგ ისინი გეუბნებიან, როგორ უნდა იგრძნოს სხვა საკითხებზე, რომ გამოასწორო ეს, რომ იყო კარგი ადამიანი. მაგრამ ეს ასევე მუხლის მოდრეკაა. ეს ნიშნავს, რომ მე ვემორჩილები ნებისმიერ სისულელეს, რომელსაც შენ გინდა რომ დავემორჩილო. და შემდეგ ვიწყებ მენტიციდსა და ტრანსგენდერიზმზე საუბარს. და სწორედ ამიტომ სამწუხაროდ ადამიანები, რომლებიც ძალიან თავაზიანები არიან და იყენებენ სასურველ ნაცვალსახელებს, უნდა იცოდნენ, რომ სასურველი ნაცვალსახელების გამოყენება მხოლოდ თავაზიანობა არ არის. ეს ნიშნავს, რომ შენ გახდები ტყუილის ნაწილი და თანამონაწილე. და ეს არის პლაცდარმი. ეს არის შესვლის წერტილი მთელი დანარჩენი პროგრამირებისთვის, რაც შემდეგ ხდება. და როგორც კი ამას გააკეთე, ეს აღარ ჩერდება. აი ეს არის მთავარი. ვფიქრობ ეს ნათელი ანალოგია და ეს არის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მემარცხენეები ასე შეპყრობილნი არიან ამ იდეით, რაც აშკარად ასეა. მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებისა. იცით, რომ ზოგიერთი სფეროა, კლიმატის ცვლილება ერთ-ერთია, სადაც ისინი ცოტა უკან დაიხიეს. და მე ვგულისხმობ აპოკალიფტურ კლიმატის ცვლილებას, იმ ადამიანებს, რომლებიც შვილებს აღარ აჩენენ, ან იცით, სრულიად შეშფოთებულები არიან და ღამით ვერ იძინებენ კლიმატის ცვლილების გამო. თუ ვინმეს გონია, რომ ასე არ არის, მე New York Times-ი თავისუფლად წერს ამაზე და წერს თავის აუდიტორიისთვის. ისინი ამას დასაცინად არ წერენ. ისინი ამბობენ, ღმერთო, შეხედეთ, როგორი თავდადებულია ეს მებრძოლი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. მაგრამ იცით, ვფიქრობ, რომ როცა ამ სხვადასხვა გზებს უყურებ, რომელსაც ადამიანები ირჩევენ, რომლითაც მიდიან, დღეს სამწუხაროდ ამაში ძალიან დიდი პოლიტიკური რეზონანსია. ეს არის ის, რაც ხდება. ეს ემართებათ ადამიანებს. აი, რატო შეეხო ეს წიგნი ასე ძლიერად ადამიანებს? თუ მათ შეუძლიათ დაგაძალონ თქვა, დაუბრუნდეთ ტრანსგენდერების თემას, თუ მათ შეუძლიათ დაგაძალონ თქვა, რომ პენისი ვაგინაა, კიდევ რას ვერ დაგაძალებენ თქმას. გულისხმობ, ეს ისეთია, თითქოს პატარა ბავშვი ხარ და ხვდები, რომ ეს კაცია, ეს ქალი, ეს ბიჭია, ეს გოგოა. თუ ისინი შეძლებენ, რომ ამ ფუნდამენტური რეალობის აღქმა უარყოფინონ, ეს არის მენტიციდის კომპონენტი, შენი გონების მოკლა. მაშინ ფაქტობრივად ძალადობას ჩადიხარ საკუთარ გონებაზე, განსჯისა და გარჩევის უნარზე. და უკვე ექვემდებარები ნებისმიერ სხვა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც მათ ჩვენთვის აქვთ განზრახული. ხო და
ფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როცა ამას აკეთებ, მაშინ თუ ვინსტონ სმიტი ხარ წამების საკანში, 1984-ში აღიარებ, რომ 2+2 5-ია და რომ გიყვარს დიდი ძმა. და მერე იცი, მერე მათ შეუძლიათ აგალაპარაკონ რაც უნდათ. აღნიშნე იცი 1984 ანუ ორველის 1984 ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია, რომელიც მე-20 საუკუნეში ნებისმიერ ენაზე დაიწერა. და ეს იმ წიგნთაგანია, რომელიც ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა წაიკითხონ რამდენჯერმე სხვადასხვა პერიოდში. ღირს წაკითხვა, გადაკითხვა და გააზრება. მაგრამ ის, რაც მისგან განსაკუთრებით ამ წიგნისთვის გამოვიტანე, არის ის, რომ თუ გინდა გაიგო, როდის მოხდა ნამდვილი მაგალითად მენტიციდი, ან როცა ისინი მართლად აეუფლებიან მას, გახსოვდეს, ისინი მოდუნდებიან და გაუშვებენ მას. როცა ბოლოს იმ ადამიანს, ვინც უყვარს უპირისპირდება და ამბობს, წაიყვანეთ ის. იცი, ისინი ვირთხებით სავსე გალიას უყენებებენ და ის ამბობს, ჩემ ნაცვლად ის წაიყვანეთ. ის არის მოღალატე. ის არის მოღალატე. და ეს გატეხვას ეხება. აქ მიდის საქმე იმ ადამიანურ ცხოველ უდონემდე, როცა გტეხავენ, შენ შეამჩნევ ამას. ტოტალიტარული რეჟიმები ისინი ყოველთვის ცდილობენ შექმნან ინფორმატორების საზოგადოება. საზოგადოება, სადაც მშობლები ვერ გზნობენ თავს უსაფრთხოდ საკუთარი შვილებისგან, რომლებიც მათზე დაასმენენ და პირიქითაც. სახელი არ მახსოვს, მაგრამ არსებობს რა თქმა უნდა აპოკრიფული ისტორია პატარა მოროზოვზე, თუ როგორც ერქვა მას. ხო, საბჭოთა კავშირში. ბიჭი საბჭოთა კავშირში, რომელმაც თავისი ოჯახი, საკუთარი მშობლები დაასმინა. გულისხმობ, მაგრამ ეს ხო ყველაზე ნათელი მაგალითია, რა შეიძლება იყოს უკეთესი მენტოციდური ტვინგამორეცხილი საზოგადოების აღწერისთვის თუ არა ეს. და მე ვიტყოდი, კარგი ხალხო, ჩვენ საბჭოთა კავშირში არ ცხოვრობთ. რამდენი ადამიანი თუ მოусმენთ განსაკუთრებით გულისხმობ და ნახეთ, მე არა გეტყვით თქვით და ეს სულ სხვა თემაა. ხალხი მეკითხებოდა, როცა ამ წიგნს წერდი და ალბათ ისეთ თემაზე გადავდიო, რომელიც ყველას აუცილებლად არ უნდა რომ შევეხო. როცა ეს წიგნი დავწერე, იყო რაღაცები, რაც ეხლა ხდება მემარჯვენე პოლიტიკაში. ზოგიერთი საუბარი, ასე ვთქვათ, მაშინ ჯერ არ დაწყებულიყო. ეს წიგნი ახლა იცით, ამას დრო სჭირდება, როგორც იცით. უნდა გამოაქვეყნოთ, უნდა გაიაროთ შემოწმება. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ. და შემდეგ იყო CIA-ის შემოწმება. მეც შემოწმება გავიარე. ამიტომ ეს ყველაფერი მქონდა. მაგრამ ეხლა მარჯვენა ფლანგზე ხელოვნურად შექმნილი ბოდვები არსებობს და მე არ მეშინია ამის თქმის. არა, ანუ, იცი, ამ წიგნის მთელი აზრი ისაა, რომ სიმართლე უნდა თქვა. გულისხმობ, არსებობს კონსპირაციული ბოდვები, რომლებიც იცი, ძალიან ზოგიერთი მათგანი ეხება იმას, იქნება ეს ეპსტეინი თუ ისრაელი ან ჩარლი კირკი. იცი, უამრავი რამ არის, სადაც ადამიანები უბრალოდ გიჟურ რაღაცებს ამბობენ, მაგრამ მილიონობით ადამიანს ჯერა ამის. და ეს პრობლემა, ეს არის რაღაც, რაც იცი, ჩვენს მინდა რომ ნათელი იყოს. ამიტომ დავიწყე ხალხისთვის თქმა, ამბობდი რაც წიგნშია. ისტორია, ტაქტიკა და ძირითადი ანალიზი. ეს მხოლოდ მემარცხენე-მემარჯვენე პარადიგმაზე არ ვრცელდება. უბრალოდ მართლა მჯერა, რომ მემარცხენეებს ამ მხრივ ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა აქვთ, ვიდრე მემარჯვენეებს და ეს მათთვის ბევრად უფრო ცენტრალურია. ფიქრობ, მემარჯვენეებში ეს მაინც პერიფერიაზე. ფიქრობ, ეს დღეს დემოკრატიული პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია, დემოკრატიული პარტიებისთვის. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირაში ეს ბევრჯერ ნახეთ. ხო, რა თქმა უნდა. ხო, აბსოლუტურად. მაგრამ ეს შემთხვევითი არ არის, იცით, რომ ბევრი იმ პროპაგანდისა, რასაც ხალხი იმეორებს, თავდაპირველად 1960-იან და 70-იან წლებში საბჭოთა პროპაგანდამ დაწერა. როცა საქმე ანტისემიტიზმს და ისრაელს ეხება. გულისხმობ, ეს უბრალოდ ერთი მაგალითია. ხო, კარგი. ეხლა მე ვარ. და ისინი მისდევენ იმავე გზას. მე ვსაუბრობ რაღაც გზებზე და ფსიქოლოგიურ მიდგომებზე ამაში, მაგრამ შური და ცხენა წარმოუდგენლად ძლიერი ძალებია ადამიანურ პოლიტიკაში და ყოველთვის ასე იყო. და ისტორიები, რომლებიც ამ ყველაფერს აერთიანებს და შეთქმულებას სხვათა შორის, ადამიანები ასე იგებენ საბჭოთა კავშირს. იქნება ეს კუბა, კომუნისტური ჩინეთი თუ ჩრდილოეთ კორეა. შეთქმულებითი აზროვნება. ეხლა მე ამაზე წიგნში არ დამიწერია, მაგრამ ესეც იყო ჩემი კვლევის ნაწილი. ძალიან ბევრი რამაა, ეს არის ხო იცით, როცა რაღაცას წერ და მოგწონს, ყოველთვის არის რაღაცები, რაც გინდა ჩასვა, მაგრამ იცი, რომ სურთ მოკლე და ლაკონური იყოს. ანუ ეს ასე უნდა ყოფილიყო. ეს თხელი წიგნია, მაგრამ ის ბევრ სხვა საკითხზე ფანჯრებს ხსნის. ზუსტად ასეა. მაგრამ ის რაოდენობა შეთქმულებითი აზროვნების, რაშიც ეს რეჟიმებიც არიან ჩართული, როგორც შიგნით, ისე გარეთ, და ამის იდეალური მაგალითი არის და ეს სრულიად თანამედროვეა დრემდე. ვინც კი მიუთითებდა მანამდე, სანამ მადურო ფედერალურ საჯელახსულების დაწესებულებაში აღმოჩნდებოდა, მაგრამ ვინც იტყოდა, რომ ამ იდიოტებმა ვენესუელა გაანადგურეს, ისინი იანკი იმპერიალისტების მარიონეტები არიან. ისინი CIA-ისთვის მუშაობენ. ისინი იცით ერთად არიან ზოგიერთებთან. და ეს სამწუხაროდ ძალიან ძლიერია, რადგან ადამიანის გონება შეთქმულებებს ძალიან სწრაფად ეჭიდება და არ უნდა გაუშვას ისინი, რადგან არავის უნდა თავი მოტყუებულად იგრძნოს. და როცა უკვე დაეთანხმებიან, ძალიან რთულია რომ გადააფიქრებინო.
ეს ცოტათი სექტის აზროვნებას გავს. იგივეა ფაქტობრივად. ხალხი ყოველთვის ამბობს, რატო არის ესე რთული, რომ ვინმე სექტის გავლენისგან გაათავისუფლო. ხედავ თუ ამბობ, რომ თავარი მიზეზი იზოლაციაა, რაც წიგნში ერთ-ერთი ტაქტიკა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და შეგიძლია იყო იზოლირებული სექტაში ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და იმ ყველაფრისგან, რაც შენს ცხოვრებას კონტექსტს აძლევს. მაგრამ შეგიძლია იყო იზოლირებული, ისე როგორც ჰანა არენდმა თქვა ნაცისტური რეჟიმის შესახებ. შეგიძლია იყო იზოლირებული, როგორც ატომიზირებული სუბიექტი, რაც ნიშნავს, რომ დარწმუნებული ხარ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გასშემორტყმული ხარ ხალხით, მათგან განცალკევებული ხარ. არ გაქვს მათთან კავშირი და სინამდვილეში მათში ან შენს გარშემო მყოფებში რაღაცა ბოროტი იმალება. მაგრამ იზოლაცია მაგალითად ძალიან ართულებს ვინმესთვის ამ კავშირებისა და ბმების გაწყვეტას, ან უпроსტორად ამ გაწყვეტილი კავშირებისა და ბმების აღდგენას. ასევე ადამიანებს არ უყვართ იმის აღიარება, რომ ისინი ცდებოდნენ. ეს ძალიან საბაზისო ადამიანური თვისებაა, მაგრამ ეს ძალზე ძლიერია პროპაგანდისა და ტვინის გამორეცქვის კონტექსტში. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში ძალიან ბევრი საინტერესო ასპექტია. და მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ წარმოქმნიან ეს ტაქტიკები მორჩილ ისლამისტებს, ისევე როგორც მათ მხარდამჭერებს. მაგრამ ჯერ გადავიდეთ იმაზე, რასაც უკვე შეეხეთ. და ვფიქრობ, ჩვენს აუდიტორიაში ყველა ახსოვს და გამოიარა ეს, რაც იყო COVID პანდემია. და იცით, ეს მოხდა. იცით, ყველაფერი რეალურ დროში ვითარდებოდა, როცა ყველა ვუყურებდით და მთელი თავისუფალი მსოფლიო ტვინის რეცხვას განიცდიდა. არ მეშინია ამ სიტყვის გამოყენება, რომ დაემორჩილნენ ძირითადად დიდწილად გაუთვითცნობიერებელი ჯანდაცვის ისტაბლიშმენტის კარნახს. იცით, ისინი სულაც ასეთები არ იყვნენ, იცით, ენტონი ფაუჩი არ იყო, იცით, ის სტალინი არ ყოფილა. მაგრამ 2 წლის განმავლობაში COVID-ის პანდემიის დროს, იცით, იმაზე დაყრდნობით, რასაც მეცნიერებად გვასაღებდნენ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ასე არ იყო. ხალხი აკეთებდა ყველანაირ უცნაურ რაღაცებს, ერთმანეთს გარიყავდა და ერთმანეთს აბეზღებდა. ანუ ეს ყველაფერი რეალურ დროში ვნახეთ სუპერმარკეტში და სხვაგანაც. და მაინც, როგორც თქვენ ამბობთ, არა მხოლოდ ასე მოხდა, უბრალოდ თითქოს ეს უბრალოდ მოხდა და მორჩა. და ახლა ამას აღარ ვაკეთებთ. მაგრამ, როგორც თქვენ ამბობთ, არავინ აგებს პასუხს ამისთვის. არავინ აგებს პასუხს. და ამაზე მეტად, სანამ არ გავიგებთ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს და ვგულისხმობ ისევ იმ ილუზიების შექმნას, ეს ისევ შეიძლება განმეორდეს. სინამდვილეში მე ვთვლი, რომ თუ გვექნებოდა თუნდაც ოდნა უფრო საშიში და ეს სრულიად შესაძლებელი იყო, აღმოჩნდა, რომ COVID-ი სტატისტიკურად სიკვდილიანობის მაჩვენებლით გავდა მძიმე გრიპის სეზონს. მე ვიცი და თუ იმ დროს ამას იტყოდი სხვათა შორის, შენ დაგმობდნენ და თუ ახლა იტყვი ამას, ხალხი გაბრაზდება შენზე. ზოგი ადამიანი გაბრაზდება, ისინი ცდებიან. რადგან ჯერ კიდევ ხედავ ადამიანებს, რომლებიც ნიღბებით დადიან. ხო, იქ ეს რაღაცა სრულ რწმენას გავს, ფიქრობ, რაღაც ეტაპზე. ანუ, მაგრამ თუ შევადარებთ თქვათ ესპანურ გრიპს, რომელიც არასწორადაა დასახელებული როგორც ჩანს, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაიწყო, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. თუ ესპანური გრიპით დავიწყებთ, მაშინ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ვფიქრობ დაახლოებით 3-5%-ის ფარგლებში იყო. რაც ნიშნავს, რომ ეს კატაკლიზმური იქნებოდაო და მაშინაც იყო, მაგრამ ვამბობ დღევანდელი კონტექსტით, თუ რამდენად ხალხი მთელ მსოფლიოში პანიკაში ჩავარდებოდა, ყველა სოციალურ ქსელებში იქნებოდა და იფიქრებდნენ, რომ სამყაროს დასასრულია. თუ მსგავსი რამ მოხდებოდა, არსებობს თუ არა და უნდა გჯეროდეს, რომ ახლა უფრო გამძლეები ვართ იმ სისულელეების მიმართ, რაც ყველას დაგვატეხეს თავს. გულისხმობ ხუმრობით ვამბობდი ამას, რადგან პანდემიის დროს რადიოში ვმუშაობდი. და იცი, დღეში ბევრ საათს ვატარებდი და ეს ყველაფერი იყო. და ხუმრობით ვამბობდი, რომ ყველაზე ახლოს რაც შეიძლება მიაღწიო. იყო სტალინური ციხის დარაჯთან მიახლოებული ამერიკელისთვის. იყო ის, როცა COVID-ის პანდემიის დროს სპორტგამცილებელს უნდა გამკლავებოდი და ეს ნიღბები უნდა გეცვა. ეს ყველაფერი უბრალოდ თვითნებური იყო, ხო იცით, ეს იყო უბრალოდ თვითნებური საბაბი ძალაუფლების გამოსაყენებლად, რაც სრულიად უაზრო იყო. და ეს ყველამ უნდა იცოდა. და თუ არ იცოდნენ, იდიოტები არიან. და მახსოვს მითხრეს, რომ ლუკმებს შორის პირბადეს საკმარისად სწრაფად არ ვიკეთებდი. აი ეს არის მთავარი. მეცნიერება ვერ იქნება თვითნებური. და ხალხი მეკითხებოდა როგორ, ანუ ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ისეთ რამეს, რაც შეიძლება გამეორდეს, ხო ასეა? სწორედ ეს არის მთავარი. აი მაგალითად, შენ იღებ ამოცანათა ნაკრებს A, მე ვიღებ ამოცანათა ნაკრებს B. ერთსა და იმავეს ვაკეთებთ და შედეგიც მსგავსი უნდა მივიღოთ. თუ ერთნაირ შედეგს ვერ ვიღებთ, ან თუ შედეგები სრულიად განსხვავებულია, რაღაც არასწორად არის. და ნირმებთან დაკავშირებით ხალხი მეუბნებოდა, ხო იცი, ეს მაინც ჯობს არაფერს და ასე შემდეგ. მე ვამბობდი, საიდან იცი, ეს აბსურდია. ზოგჯერ ამას ვერ გააკეთებ. ყველაზე საბაზისო და რაციონალურ დონეზე რო ვთქვათ, ასეთი რამეა. წარმოიდგინე, რომ ქარიშხალში გადიხარ და ამბობ, რომ არ დასოლდები, რადგან ნახევარ დროს საწვიმას ჩაიცვა. ეს სიტყვებითაც კი აუხსნელი სისულელია, მაგრამ რეალურად ხალხი ამას აკეთებდა. რესტორნებში მიდიოდნენ.
ჭამის დროს ნიღაბს მოვიხსნი, მაგრამ ტუალეტში რომ წავალ, ისევ გავიკეთებ. ეს იყო არალოგიკური. ეს არარაციონალური იყო. ეს ტირანული იყო. და იცით, ფაუჩისა და მაგალითად პაულოვური განპირობების თემას განვეხილავ. და ზოგიერთები სხვათა შორის ბევრად უფრო ღრმად მიდიან ამაში. ანუ მე ვფიქრობ, რომ ისინი ცდებიან. და ვცდილობდი წერდი მართლაც ყველაზე ცნობილ პაულოვის მკვლევარს, ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყანაში, ამ ქვეყანაში იმ კითხვებთან დაკავშირებით რაც მქონდა. და მან ამარიდა ამ თემას, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პაულოვი ხომიცით სტალინს საიდუმლო წერილებს აწვდიდა. ანუ ეს არ მომხდარა. მაგრამ ნამდვილად არსებობდა გარკვეული გაგება საბჭოთა კავშირის შიგნით. ისინი ამას ძალიან კარგად აცნობიერებდნენ. ანუ ის გარკვეული დროის განმავლობაში მათი სიამაყე იყო. ის თითქმის შიმშილით მოხდა, როცა 5-წლიანი გეგმა პირველად ჩავარდა. მაგრამ იცით, ისინი აფინანსებდნენ მის ლაბორატორიებს და კარგად აცნობიერებდნენ, რამდენად ძლიერი სიმბოლო იყო ის იმისთვის, რასაც ისინი აკეთებდნენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფაუჩისეული განპირობება, ანუ მთელი ეს ნიღბის ტარება ჩემთვის ძალიან ნათელი იყო ყველასთვის, ვინც ამ საკითხზე გულწრფელი იყო. ეს სინამდვილეში არ ეხებოდა ვირუსისგან თქვენს დაცვას. ეს იყო მორჩილების დემონსტრირება და ეს იყო ჩვევად ქცეული რამ. მის ყველაზე, იცით, ესე ვთქვათ, საბაზისო დონეზე ეს ყველაფერი COVID-ის თეატრი იყო. დიახ, ეს იყო COVID-ის თეატრი, მაგრამ ეს იყო ნიშანი. ეს იყო ნიშანი, რომ თქვენ ერთ-ერთი კარგი ადამიანი იყავით, ვინც მზად იყო მოესმინა და თავისი წვლილი შეეტანა. და ეს უბრალოდ მახსენებს იმ რაღაცებს, რაც მე ვნახე. ან მე ბევრი კვლევა ჩავატარე სხვადასხვა სექტებზე ამ წიგნის შექმნის პროცესში. და იცით, სექტებში ატარებენ გარკვეულ ფერებს, ატარებენ გარკვეულ ტანსაცმელს. არის რაღაცები, რასაც აკეთებენ, ესეთი გარეგნული ფიზიკური გამოვლინებები. სხვათა შორის ეს რელიგიებშიც ასეა, მაგრამ მე არ ვცდილობ, რომ ადამიანების ურთიერთობაში ღმერთთან ხელი შეუშალო. უბრალოდ ვამბობ, რომ არის რაღაცები, რასაც ადამიანები ფიზიკურად აკეთებენ, რაც რწმენის გარეგნული გამოხატულებაა. თუ გინდა აჩვენო, რომ ღმერთთან ურთიერთობა გაქვს და გინდა ჯვარი ატარო, მე ქრისტიანი ვარ. თუ გინდა ჯვარი ატარო, ეს ნორმალურია. მაგრამ არ უნდა ატარო ნიღაბი მხოლოდ იმიტომ, რომ ხომ იცი, ლორდი ფაუჩი გეუბნება, ხომ ასეა? აი ეს სამთავარი. და ეს იგივე ძირითადი იდეა, ანუ ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ ემორჩილებოდი იმას, რასაც გეუბნებოდნენ. ეს სრულიად მოწყვეტილი იყო. და ფაქტობრივად ამერიკაში ადამიანების ნახევარმა ეს სრულიად მიიღო. ანუ ეს იყო, ხო? ეს იყო. და ზოგიერთი მათგანი დღესაც ასე იქცევ. და ზოგიერთი მე ჯერ კიდევ დავდივარ აეროპორტში. ჯერ კიდევ ხედავ ხალხს, ჯერ კიდევ ხედავ ადამიანებს, რომლებიც საჭმელს არიგებენ. ხანდახან იცი ქირურგიული ნიღბით, სამედიცინო ნიღბით. ეს იცი ყველაზე გიჟური რამ სხვათა შორის, რადგან მგონია, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გმუშავია. გულისხმობ, მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვინც ჯერ კიდევ ძალიან და უნდა ვაკონტროლო ეს, რადგან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ მგონია, რომ თითქოს ფაუჩის კულტის და კოვიდიზმის გადამზადების განაკიდან გამოვიქეცით და ახლა აღარასოდეს უნდათ ამის შესახებ რაიმე გაიგონ. და მე გარკვეულ დონეზე შემიძლია ეს გავიგო, რადგან ეს ტრავმა. ყველაფერი სიგიჟე იყო და იცი, ხალხმა მართლა იწვალა. მაგრამ მე მაინც ის ადამიანი ვარ, ვინც ამაზე ძალიან გაბრაზებულია. ამიტომაც ამ წიგნისთვის კვლევის ჩატარება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. მე ვფიქრობ, რომ ისინი, ვინც საჯარო ცხოვრებაში არიან, ძირითადად მაინც ფშიშრები არიან ამ საკითხში და არ სურთ ისაუბრონ იმაზე, რაც სინამდვილეში მოხდა. მე ვფიქრობ, ხალხი ნამდვილად არ არის გულწრფელი იმ წარუმატებლობებზე, რომლებიც მოხდა. ბაიდენის ადმინისტრაცია 10-დან 10 საშინელი იყო. და ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს, იქნება ეს ვაქცინაციის, სავაქცინაციო, სავალდებულო მოთხოვნები, სკოლების დახურვის გაგრძელება თუ სხვა მსგავსი ნაბიჯაბიჯები, ყველაფერი ეს საშინელი იყო. ტრამპი ცდილობდა რაღაცების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მასაც შეეძლო უკეთესად ემოქმედა. ხო, ის ამ ყველაფრის მსხვერპლიც იყო გარკვეულწილად. ისიც ამ ყველაფრის მსხვერპლი იყო. ვფიქრობ, უბრალოდ უნდა ვიყოთ ამაზე გულწრფელები. ეს ადრე იყო. ისინი ყოველთვის ახტებიან თემიდან თემაზე. აი შეხედე, დასაწყისში დახურვებზე. პირველი 60 წლის განმავლობაში ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით რა ვიცოდით. და საქმე გვაქვს, როგორც ვთქვი, მეცნიერებასთან. უნდა ამატებდე მონაცემებს პროცესში და ატარებდე ექსპერიმენტებს, ასე ვთქვათ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ სრულიად ღია და გულწრფელი საუბარი გჭირდება. გულისხმობ იმას, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ეხლა როცა იცით ყველა ამ სააგენტოს აკონტროლებს, სად არის სერიოზული ანგარიშები, გულისხმობ, სად არის ის ინფორმაცია, რომელსაც CDC-ის ვებგვერდზე ვნახავ, სადაც წერია, რომ კოქრენის კვლევა ნიღბებზე აჩვენებს, რომ ნიღბების ტარება სინამდვილეში არაფერს შველის. დიახ, სინამდვილეში ეს ყველაფერი თაღლითობა იყო. ჩვენ ჩავატარეთ შემდეგი ექსპერიმენტები, რათა დაგვემტკიცებინა, რომ ეს თაღლითობაა. ეს ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს საჭირო არ არის, ვერ ხვდებიან. იქნება ხომიცით მუტირებული, ხომიცით COVID-ის მსგავსი. იქნება ვირუსი. სხვა ლაბორატორიული ავარია. იქნება სხვა ლაბორატორია, იქნება სხვა რაღაცორია, მღაცაც. და ისე ვიგ დავბრუნდებით, სადაც ახლა ვართ, ან სადაც ადრე ვიყავით, ესე უნდა ვთქვა. ესე რომ საერთოდ არ დამითმია ეს და არ გავუშვებ.
მაგრამ ანუ მართლა იყო რაღაცები, რაც უბრალოდ, იცი, თქვა რომ კიდევ უფრო გააუარესეს ყველაფერი. ეს კიდევ ისე არა, რასაც ხალხი ვერ ხვდება. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა გაგეკეთებინა, იყო ის, რომ ყველა სახლში ჩაკეტე, საჯარო სათამაშო მოედნები დახურე. Plexiglass-ი. ყველაზე ცუდი, რაც შეგიძლია გააკეთო plexiglass-ით და ჰაერის ნაკადის შეზღუდვით სხვადასხვა ადგილებში. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა გაგეკეთებინა, უბრალოდ, ეს სია ძალიან გრძელია. ყველაზე ცუდი, რაც შეგიძლია გააკეთო, არის ყველა პაციენტის სასუნთქ აპარატზე გადაყვანა. მე პირადად ვიცნობდი ერთ ადამიანს. მე ნიუ-იორკში ვიყავი. კარგი. მე ნიუ-იორკში ცხოვრობდი მთელი კოვიდის პერიოდში. მე ვიცნობდი მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელიც კოვიდის პანდემიის დროს კოვიდის გამო გარდაიცვალა. და ეს იმიტომ მოხდა, რომ ის სასუნთქ აპარატზე იყო. რომ არა ის არ გარდაიცვლებოდა. ის გარდაიცვალა სასუნთქ აპარატზე. და ის სასუნთქ აპარატზე იმიტომ გარდაიცვალა, რომ ყველა შეშინებული იყო და ხალხს სასუნთქ აპარატებზე აკენებდნენ, რადგან ყველა ძალიან ეშინოდა იმისა, რაც ხდებოდა. და მათ იცოდნენ, რომ ეს უბრალოდ დროის საკითხია, რადგან თუ დიდ ხანს იქნები სასუნთქ აპარატზე, ფილტვები იწელება, ინფიცირდება და ეს ყველაფერი ხდება. ასე რომ ის გარდაიცვალა. მათ მოკლეს ხალხი. ათასობით ადამიანი მოკლეს. ეხლა ხვდები, რომ ეს შემთხვევითობა იყო, ან ეს არ იყო, იცით? ეს არ იყო მათი განზრახვა. აი ეს მოხდა. ეს მოხდა. ხო, ასე რომ ხო, ანუ ეს საშინელია და მართალი ხარ, უმეტესობას არ უნდა ამაზე ლაპარაკი. და მართლაც, მთავრობა, რომელიც უნდა ადგენდეს საზღვრებს, რომლებიც აღარასდროს უნდა გადაილახოს, მათ ეს უკვე უკან მოიტოვეს, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ. მინდა ცოტა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ ქმნის იგივე ტაქტიკა პროცესს, სადაც ისეთი რაღაცები, როგორიცაა drag queen-ის ზღაპრების საათები, თავიდან უბრალოდ აღიქმებოდა როგორც სიტყვის თავისუფლების საკითხი, შემდეგ კი სავალდებულო გახდა. სესიები, რომელთა მიზანიც იყო დაგვეთმონებინათ, რომ ბავშვების სექსუალიზაცია ნორმალურად მიგვეღო. და გარემოს დამცველებიც იგივე ტაქტიკას იყენებენ. ეს არის, იცით, ეს მხოლოდ COVID-ის სიგიჟე არ იყო. ეს გავრცელდა ბევრ სხვა საკითხზეც, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. დიახ, აბსოლუტურად. ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, რომ ადამიანები ამ პროცესში ჩართონ. და ერთ-ერთი საშინელი რამ იცით, მენტიციდი და ტრანსგენდერიზმი არის ორი რამ, რომელთაც ციგნში თავი ეძღვნება. და მენტიციდი ცხადია გონების მკვლელობაა. Just Merlo, რომელიც ფსიქიატრი იყო, ჰოლანდიელი, ებრაელი, ჰოლანდიელი ფსიქიატრი მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც ნაცისტებს გაექცა, სინამდვილეში ცოტა ხნით დააპატიმრეს. მოახერხა გაქცევა დიდ ბრიტანეთში, სადაც ის იყო ჰოლანდიის არმიის წევრი ემიგრაციაში, ბრიტანელებთან ერთად ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდა. ის დაკითხავდა დაკითხვაზე SS-ის მაღალჩინოსნებს, ანუ SS-ის უფროს ოფიცრებს. ამიტომ მას ჰქონდა უშუალო პირადი შეხება იმასთან, თუ როგორ ახორციელებდნენ ისინი პროპაგანდას. ის იყო ფსიქიატრი, რომელიც ესაუბრებოდა ყველაზე ბოროტ დამნაშავეებს და სურდა გაერკვია. მან დაწერა წიგნი, ანუ პროსტორად რამდენიმე წიგნი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი გონების გაუპატიურება, რომელიც ჩემთვის კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია. და ერთ-ერთი რამ, რაც მას აინტერესებდა, იყო ის, თუ როგორ ახერხებენ ამას. მაგალითად, გერმანელები, გერმანიის ხალხი, არა მხოლოდ SS-ის წევრები, რა თქმა უნდა, არა გენოციდური ჰიტლერის რეჟიმის ავანგარდი. როგორ ახერხებ, რომ ადამიანები ყოველდღე ცოტათი ან აპათიურები იყვნენ, ან ცოტათი ჩართულები, ცოტათი. და ეს ძალიან საინტერესოა. და გინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი თანამონაწილე გახადო, რადგან არავის უნდა იფიქროს, რომ ცუდ საქმეში იყო ჩართული. და ვინც კი ოდნავ მაინც ჩართულია რაღაცაში, ბევრად უფრო მეტად დაიცავს მას. და ამიტომაც მაგალითად მე აღნიშნე, რომ ვისაც შვილებზე გენდერული თეორიის სპექტრის ფარგლებში რაიმე გაუკეთებიეთებია, ძალიან გაუჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა საჩვენებს რეალური მონაცემები ან რა შედეგებია, მათთვის იმის დამტკიცება, რომ მათ შეუქცევა და დააზიანეს საკუთარი შვილები, ძალიან რთული იქნება. იცით, მათ მოუნდებათ დაიჯერონ, რომ რაღაც სწორად გააკეთეს. იცით, ისინი ექიმებს მოусმინეს და ასე მოიქცნენ. და ეხლა იცით, თქვენ ქმნით ამ უფრო ფართო ბოდვით ჯგუფს, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოუნდება ამ ილუზიის შენარჩუნება, მაგრამ ეს შეიძლება ბევრად ნაკლებიც იყოს. და ვფიქრობ, სწორედ აქ არის Drag Queen Story Hour. უკეთესი სიტყვა რომ არ გვაქვს, ეს გარკვეულწილად ერთგვარ შესავალ საფეხურად იქცევა ტრანსგენდერობის თანამონაწილეობის სამყაროში, რადგან ადამიანები მოდიან და ეუბნებიან, რომ ეს იცით, ჩემი ადგილობრივი ბიბლიოთეკა აფინანსებს ამას. და ესე იგი ეს კარგი რამ უნდა იყოს. ეს მიღებას ეხება. ეს იმაზეა, რასაც არ ამბობენ, რომ ეს ადამიანებისთვის ცნობილია. გულისხმობ, რომ DSM-ები ეხლა უკვე
სამწუხაროდ, ფსიქიატრია ყველაზე მემარცხენე სამედიცინო სფეროა პოლიტიკური კუთვნილებით. ეს ასე იყო დიდი ხანია და ეს კარგად არის ცნობილი. ამიტომ ისინი მუდმივად ცვლიან რაღაცებს DSM-ში იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ მიმდინარე პოლიტიკური საჭიროებები და არა რაიმე რეალურ სამეცნიერო მიღწევებზე დაკრდნობით. უბრალოდ ასეა. ეს ცოტა რთულია, მოდი ეს შევცვალოთ. და ერთ-ერთი რამ, რაზეც ისინი არ საუბრობენ, მაგრამ ფიქრობ, რომ ძალიან უშიშარი ჯორდან პიტერსონი მაგალითად საკმაოდ თავისუფლად საუბრობს ამაზე, არის ავტოგინეფილია, როგორც მე მჯერა, რაც ნიშნავს, როდესაც ადამიანები უხვად ქალება ჩაცმა, ეს არის მათ ამით სექსუალური აგზნება ეძლევათ. ასე რომ, კაცები, რომლებიც ქალებად იცვამენ, დიდი ხანია ცნობილია, რომ ამას საკუთარი სექსუალური დაკმაყოფილებისთვის აკეთებენ. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც კაცემ და მიუხედავად ამისა, ეს ადამიანებმა აიყვანეს იდენტობის საკითხამდე, რომელიც სამოქალაქო უფლებების თემად უნდა იქცეს. სამოქალაქო უფლებების საქმე. ბავშვებმა და მათმა მშობლებმა უნდა იზეიმონ. ეს სიგიჟე. და პრობლემა, რაც ამასთან გააქვს, არის ის, რომ ყველა მშობელი, ვინც ოდესმე მოსულა ესეთ შეხვედრაზე, ისინი მისმენენ. და ისინი არ ყველაფერი, რაც ესმით, იცი, თეთრკანიანი მამაკაცის პატრიარქად. ხომ ასეა, შენ შეუწყნარებელი ხარ, ხო? იცი, მე ვეუბნები მათ რაღაცებს, რაზეც მათი პირველი რეაქცია იქნება თავის გამაგრება და ჩემკენ შხამიანი სიძულვილის გადმონთხევა. და მეწოდებიან, იმიტომ რომ ისინი მოათხოვეს, ანუ რაღაც დონეზე მათზე მენტოციდი განხორციელდა. ისინი იყვნენ რაღაცის ნაწილი, რაც ნებისმიერ მშობელს ინსტინქტურად უნდა ესმოდეს, რომ აბსოლუტურად, ანუ რბილად რო ვთქვათ, შეუსაბამოა. მაგრამ კიდევ ერთხელ, მემარცხენეები ამ საკითხებს აძლიერებენ, რადგან ეს არის გზა, რომ იცით, ადამიანებზე ფსიქოლოგიური დომინანტობა დაამყარო. რადგან თქვენ ისინი თანამონაწილეებად აქციეთ ისეთ რაღაცაში, რაც ამცირებს მათ ყველაზე ძირითად იცით ვალდებულებებს და სამყაროს შესახებ არსებით წარმოდგენებს. დიახ. და მე ამას იმდენად მტკიცედ უჯერებ, უბრალოდ ცოტა თემას შევცვლი, იცით, ჩვენს ყურადღებას გადავიტან. ჩვენს საჯარო დებატების დიდი ნაწილი, როგორც შიდა, ისე საგარეო საკითხებზე დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა პროგრესულები განათლებისა და კულტურის ინსტიტუტების ხელში ჩაგდებას. იმისთვის, რომ ამერიკელთა თაობები დააჯერონ კრიტიკული რასის თეორიის, ინტერსექციონალობისა და სახლებელთა კოლონიალიზმის ტოქსიკურ დოქტრინებში და პოლიტიკური მემარცხენეობა წარმოადგენს მათ შესაძლებლობას, ეს რწმენები ქვეყანას მოახვიონ როგორც აუცილებელი ისტორიული გადახედვა. მაგრამ ამერიკელების დარწმუნება, რომ ძულდეთ საკუთარი ქვეყანა და მიიღონ ანტირასიზმის კულტი, სულაც არ განსხვავდება იმ ტაქტიკებისგან, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ისევე როგორც ჯიჰადიზმის კულტისგან. ყველაფერი ერთსა და იმავე ტაქტიკებზე ტრიალებს, არა? და აბსოლუტურად ასეა. ანუ ერთი რამ და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხალხი მეკითხება, იცი რატომ დაწერე ეს წიგნი? დავპასუხობ, რომ მე ვიყავი CIA-ის ოფიცერი ანტიტერორისტულ ცენტრში, მუშაობდი ჯიჰადისტი ტერორისტების წინააღმდეგ, მათ შორის უშუალოდ ადგილზე, ერაყში, ავღანეთსა და ნიგერიაში. მე ვკითხულობდი მათ კომუნიკაციებს, ვისმენდი მათ საუბრებს, კითხულობდი და ვისმენდი მათ შეთქმულებებს, ვამუშავებდი მათ როგორც ცალკეულ უჯრედებს. ასე რომ ხომ გესმით, ეს მუშაობა მონაწილეობა იმაში, რასაც ჩვენ ვეძახდით GWOT-ს, გლობალურ ომს ტერორის წინააღმდეგ, რაც სინამდვილეში უბრალოდ ერთგვარი ტერმინი იყო, ტერმინი სამხედრო ოპერაციებისთვის ჯიჰადისტური სიკვდილის კულტის წინააღმდეგ, რომელიც სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული. და ეს არის რაც ხო გესმით, თქვენ უნდა ვფიქრობ, იკითხოთ. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწორი კითხვებია იმაზე, რა ხდებოდა, საიდანაც ადამიანები მოდიოდნენ. ვთქვათ, ვიღაცა, ვინც გაიზარდა ბირმინგემში, გაერთიანებულ სამეფოში, უყურებდა ვიდეოებს ინტერნეტში. იქნებოდა ეს ანვარ ალ-ავლაკი, თუ უბრალოდ უფრო ზოგადი, ალ-ქაიდას პროპაგანდისტული არხები. ისინი უყურებდნენ ვიდეოებს ინტერნეტში და შემდეგ იტყოდნენ, მე სირიაში წავალ და თვითმკვლელი ტერორისტი ვიქნები. მე საკუთარ თავს ავიფეთქებ და უდანაშაულო ადამიანებს მოვკლავ. და იცით, ეს ძალიან რადიკალური რამაა, ხო ესეა? ეს ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური საკითხია და ერთჯერადი შემთხვევა არ იყო. იცით, ხალხი ამბობს მაგალითად, სადმე სკოლის მსროლელზე რა სიტყვით. და ეს აქ ამერიკაშიც ხდება, მაგრამ ასევე სხვა ქვეყნებშიც ყავს სკოლის მსროლელები. მაგრამ იტყოდით, რომ იქ უკვე საქმე გაქვს ვიღაცასთან, ვისთანაც
უკვე შედიხარ ამაში. ეს უკვე სპეციფიკური ფსიქოლოგიური პროფილია, როგორც წესი. ვილაცის ვინ ძალიან უკმაყოფილოა, როგორც წესი, ფსიქოპათიური თვისებები აქვს. გულისხმობ, ეს ბევრად უფრო ღრმად არის ფესვგადმული ფსიქიკურ დაავადებაში, ვიდრე იმგვარ ტვინის გამორეცხვაში, რაზეც საუბრობ, ან შეიძლება რადიკალიზაციაც უწოდო. ეს ტერმინი როგორც წესი ჯიჰადისტურ წრეებში გამოიყენება, ხომ ასეა? რადიკალიზაციის გზა, რა გზა, რაღაც, რასაც წლები ვსწავლობდი. ეს ფენომენია, რომელიც მოიცავს ადამიანებს, რომლებიც სხვაგვარად სრულიად ნორმალურებად გამოიყურებიან. და იცით, მე დღესდღეობით ხშირად ინტერნეტში ადამიანებთან ძალიან მწვავე კამათში ვერთვები. რადგან იცით, ჯონათან, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 1 წელიწადში ძალიან ხშირად მეძახდნენ ებრაელს. და შემდეგ ამას მოხვება სხვა სიტყვები, რომლებიც ჩვეულებრივ შეურაცხყოფელია. ჩემი პოზიციების გამო ისრაელთან და მათ ბრძოლასთან დაკავშირებით ჰამასის წინააღმდეგ. და ერთ-ერთი ამ რაც ჩვეულებრივ არ მაქვს ფათაშორის, მე ანგლო-ირლანდიელი რომაელი კათოლიკე ვარ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. რასაც უნდა მითხრან, მივიღებ. ეს ჩემს პოზიციებს არ ცვლის. გულისხმობ, დიდი ხანია მესმის, რომ ჰამასი ძირითადად როგორც სიკვდილის კულტია ისე მოქმედებს. და ეს სხვა ჯიჰადისტური ჯგუფები, რომლებსაც ვიცნობ, მოქმედებენ როგორც სიკვდილის კულტები, რომლებიც ამაღლებენ მოწამეობას და უდანაშაულოთა მკვლელობას პოლიტიკური და რელიგიური მიზნების მისაღწევად. და იცით, ყოველთვის მახსენდება რაღაც რაც მაშინ მოხდა, როცა CIA-ში ერაყის მიმართულებაზე მუშაობდი. და ეს შეეხება რადიკალიზაციის თემას, რადგან ხალხი ამბობს, რომ ეს რთულია. ეს გეოპოლიტიკაა. და იცით, არიან ისეთი ადამიანები, როგორიცაა გლენ გრინვალდი და ნოამ ჩომსკი, რომელმაც ფათაშორის დაწერა კონსენუსის წარმოება, რომელიც ჩემი აზრით უსარგებლო წიგნია, მაგრამ მაინც წავიკითხე. ეს იყო პატარა პასუხი ნოამ ჩომსკის უსარგებლო კონსენუსის წარმოებაზე. მაგრამ გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ფაქტობრივად ათავისუფლებენ ჯიჰადიზმს პასუხისგებლობისგან. თითქოს ეს არ არის ნამდვილი ისლამი, თითქოს ეს მათი ბრალი არ არის. ყოველთვის არაცაზე პასუხია. ყოველთვის ამბობენ, ვიღაცა მაიძულა ეს გამეკეთებინა. სხვათა შორის ეს კლასიკური ნარცისული ფსიქოპათური პასუხია. შენ მაიძულე ეს გამეკეთებინა. ხომ გესმის? შენ მაიძულე. სამზარეულოში დანა ზურგში ჩამერჭო. სხვა გზა ამ მქონდა, ხომ ასეა? გულისხმობ იმას, რომ ყოველთვის ასეა. შენ მაიძულე ეს გამეკეთებინა. არასდროს ამბობენ, რომ რაღაც არასწორია ჩემს მიდგომაში ან ჩემს აზროვნებაში. და იცი, როცა უყურებ ჯიჰადისტურ სექტას, როცა ბოდიში, აქ ერთი ამბავია, მე ვმუშაობდი ერაყის განყოფილებაში. და მე მჯერა, რომ ქალაქი ამას ვეუბნები ხალხს, ვამბობდი, რა არის 11 სექტემბრის და 7 ოქტომბრის შეშემდეგ რა არის ყველაზე მომაკვდინებელი ტერორისტული თავდასხმა. ერთ დღეში სიცოცხლის ყველაზე დიდი დანაკარგი 21 საუკუნეში თეკონეში თქვათ ასე, ხო? ცხადია 11 სექტემბერი ყველაზე საშინელი. 7 ოქტომბერი მეორე ყველაზე საშინელი. მესამე რომელია? ამას ვეუბნები ხალხს და თითქმის არავინ ხდება. თითქმის არავინ ხდება დავდება, რადგან ეს არ არის ის, რაზეც ადამიანები ხშირად ფიქრობენ. მაგრამ მე ერაყის განყოფილებაში მუშაობდი, როცა ეს მოხდა და რეალურად ამ ერაყის ნაწილში ვიყავი ნამყოფი. ვიცოდი, სად იყო ეს ადგილი და ნამყოფიც ვიყავი ამ ტერიტორიაზე. ეს იყო აფეთქება, რომელიც იეზიდების ქალაქში მოხდა. მგონი ეს 2006 წელს მოხდა ქათანიაში, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ერაყში მდებარეობს. და ალ-ხაიდამ გადაწყვიტა, რომ სატვირთო მანქანები ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაეყენებინა. ფაქტობრივად სრულიად დაუცველ სოფელში, უდაბნოში, რომელსაც არანაირი სამხედრო ან სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა. იქ კოალიციური ძალა საერთოდ არ იყო, რომ მასზე თავდასხმა მოეწყოთ. უბრალოდ ეს ყველაფერი თითქოს ზღვარზე, პერიფერიაზე ხდებოდა. და მგონი საბოლოოდ მათ მოკლეს, არ მახსოვს 6 თუ 700 ადამიანი. ანუ ეს იყო უზარმაზარი მსხვერპლი იმისთვის, რაც იქ მოხდა. და ასევე მახსოვს, თქვათ ასე, საუბრები და იცით, ჯიჰადისტურ წრეებში მაშინ, რადგან სააგენტოში ვიყავი და მახსოვს, იცით, ამ ყველაფერს უფრო ახლოდან ვაკვირდებოდი, ვიდრე თუნდაც New York Times-სა თუ Wall Street Journal-ში მყოფებს შეეძლოთ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ უბრალოდ რაც შეიძლება მეტი მათგანი უნდათ მოეკლათ. ხო. უბრალოდ რაც შეიძლება მეტი უნდათ მოეკლათ. ეს არის მკვლელობა მხოლოდ მკვლელობისთვის, იმიტომ რომ ეს სხვებს დააშინებდა. ზუსტად. მაგრამ ეს იყო უბრალოდ სუფთა დაუნდობელი ბოროტების არჩევანი. სამხედრო ღირებულება არ ჰქონდა. ისინი მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. უბრალოდ არ მოგწონდნენ და მივდივართ. და ასე რომ ისინი ამას აკეთებდნენ, ეს იყო ჯიჰადისტური წარმონაქმნი, ეს იყო ალ-ქაიდა ერაყში.
ალ-ქაიდა ერაყში, რომელიც რა თქმა უნდა თავდაპირველი ალ-ქაიდიდან გამოყოფილი იყო. ეს ყოველთვის აბნევს ხალხს, მაგრამ იცით ზარქავის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ. და ერთ-ერთი მიზეზი სინამდვილეში ის იყო, რომ ზარქავი იმდენად სისხლისმსმელი იყო, რომ თვით ალ-ქაიდაც კი სხვა მუსლიმების წინააღმდეგ, თვით ალ-ქაიდაც კი ფიქრობდა, რომ იცი, ჩვენ აქ ცოტა ჩვენი გუნდის მხარდაჭერას დავკარგავთ ძმაო. მაგრამ კი, მათ უბრალოდ სურდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკლა. და ამაში ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ. ეს 7 ოქტომბერსაც ნახეთ. და ეს 11 სექტემბერს აცნახეთ. და ეს რეალურია და ეს არსებობს. და არ არსებობს, იცით, არ არსებობს ვიდეო, სადაც ისრაელები ან ამერიკელები ქუჩაში ცეკვავენ. იმიტომ რომ ქალები და ბავშვები გააუპატიურეს და დახოცეს და დიდი რაოდენობით მოკლეს. ეს არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არასდროს მომხდარა. ამიტომ ფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთელ პროცესში. გავიგოთ, როგორ ხდება, რომ ადამიანები ასე შეიძლება იყვნენ ილუზიის ტყვეობაში მოქცეულები. რომ მათი ყველაზე საბაზისო ელემენტარული ადამიანურობა იცვლება რაღაცით, რაც ბოროტი და სადისტურია და სხვების მკვლელობას ზეიმობს უბრალოდ ასე. და როცა ამ გზებს გაიგებ, რომლებიც გამოიყენება, ვფიქრობ, უკეთესი შანსი გაქვს, რომ სცადო ამ მოვლენების თავიდან აცილება, ან სულ მცირე ადამიანების ამ გზებიდან გამოყვანა მომავალში. დიახ, მინდა ამაზე ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდე. როგორც თქვით, ტოტალიტარულმა რეჟიმებმა, როგორც იყო ნაცისტები და საბჭოთაები, გამოიყენეს ილუზიის შექმნა გენოციდის განხორციელებისა და ლეგიტიმაციისთვის. მაგრამ იგივე მეთოდები ახლა გამოიყენება იმის იდეის გასავრცელებლად, რომ თითქოს მსოფლიო მხოლოდ პალესტინის გათავისუფლებითა და ისრაელის განადგურებით შეიძლება გათავისუფლდეს და ამ პროცესში ანტისემიტიზმი ამერიკულ საჯარო დისკურსში ნორმად იქცეს. და ეს იგივე რამეა, არა? დიახ, აბსოლუტურად ასეა. და ეს ძალიან შემაშფოთებელია. და შემაშფოთებელია ისიც, რომ ამან უკვე დაიწყო ფეხის მოკიდება. თუნდაც მემარჯვენეებში, იცი ზოგიერთ ადამიანში, სულ მცირე, ნომინალურად მაინც. ან ფიქრობ, რთულია. იცი, ადამიანები იცვლებიან კიდეც. ადამიანები იცვლიან თავიანთ პოლიტიკურ კუთვნილებას, თულებას, რაც უფრო და უფრო ხრმად ეშვებიან ამ საკითხებში. მაგრამ ის აზრი, რომ გაეროს მთელი ადამიანის უფლებების ძალისხმევა ძირითადად ერთი დიდი დაგმობაა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, რაც თავი მახსოვს. და რაოდენობა. ბრაზი, რომელიც ამ ქვეყანაში ხალხს აქვს, არა ეხლა, როცა ვამბობ. გულისხმობ იმ კამპუსის რადიკალებს, რომლებიც სულ ამბობენ, რომ უნდა გაიყვანონ ინვესტიციები და ამბობენ, რომ ეს აპარტეიდია, ყველა ეს ჩვეულებრივი რამ. სხვათა შორის ეს ყოველთვის არსებობდა. მახსოვს იგივე რიტორიკა, როცა თავად ვიყავი კამპუსზე. ანუ ალბათ შენს ნახე ეს ყველაფერი. ისეთი ფართოდ გავრცელებული არ იყო, მაგრამ ნამდვილად არსებობდა. იყვნენ ეს ფრაქციები და ჯგუფები. პროგრესისტები, ინსტიტუტებში გრძელი მარში. ხომ იცი, ეს ყველაფერი 8 ოქტომბერს არ დაწყებულა. ნელ-ნელა მოიკიდა ფეხი. ხო, ერთ-ერთი საინტერესო რამ, რასაც ხედავ, არის ის, რომ იქნება ეს კავშირი, ეს ალიანსი. ხალხი ზოგჯერ ამბობს, რომ საუბრობენ წითელ-მწვანე ალიანსზე, კომუნიზმსა და ისლამიზმს შორის. მაგრამ სინამდვილეში ეს უბრალოდ სხვადასხვა იდეოლოგიების ალიანსია, რომლებსაც ჩემი აზრით საერთო რაღაცები აქვთ. ისტორიის უგულებელყოფა, პასუხისმგებლობისა და ობიექტურობის ნაკლებობა საკუთარი მხარის მიმართ, რაც შემდეგ ამართლებს ყველაზე რადიკალურ და შორს მიმავალ რეაქციას მათი მხრიდან. რადგან ვერც პერსპექტივას და ვერც პროპორციულობას ვერ ამყარებ. ეს ყველაფერი უნდა წაიშალოს, ან უბრალოდ შეცვლილი იქნება ყალბი ნარატივით. და ასე ვირებთ ადამიანებს, რომლებიც რატომღაც იმავე კამპუსზე არიან. რადიკალები, რომლებიც ძალიან უჭერენ მხარს კუბას და ვენესუელას, ასევე ძალიან უჭერენ მხარს ირანს. ასევე იცით, ამოჩნდებიან ერთ მხარეს, იცით, ყველა მოდურ ძალიან მემარცხენეებთან. იქნება ეს ანტიფა თუ სხვა, იცით, ესენი. რაც არ უნდა იყოს, ყველა ეს ჯგუფი, რომლებიც ერთად იკრიბებიან, ერთად იმუშავებენ. და თქვენ კითხულობთ, რა აქვთ საერთო? და მართლა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ისინი დასავლური ცივილიზაციის საყრდენ კედლებს ურტყამენ. ანუ თითქოს უბრალოდ უნდათ ყველაფერი დაანგრიონ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს მათი ვერსია კატანიაში მყოფი თვითცლელი სატვირთოების, ერაპის უდაბნოში. უბრალოდ ყველაფერი დაწვეს, ყველაფერი ააფეთქონ. და ვფიქრობ, სამწუხაროდ ეს ის რაღაცა, რომლის არსებობაც უნდა ვაღიაროთ.
გულისხმობ არიან ადამიანები, რომელთა მაიზანიც მართლა ყველაფრის დაცვა, რომ შემდეგ რაღაც სრულყოფილი შექმნან. სხვათა შორის მე ნამდვილად არ მჯერა, რომ მათგან რომელიმეს მართლა გონია, რომ რამე სრულყოფილს შექმნის. ფიქრობ, მათ უბრალოდ საკუთარ თავს უნდა უთხრანეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სარკეში უნდა ჩაიხედონ და აღიარონ, რომ უბრალოდ ყველაფრის დაცვა უნდათ. ხო, და თუ გინდა დასავლური ცივილიზაცია დაცვა, გარდაუვალია ყოველთვის ებრაელებიდან იწყებ. ხო. რა თქმა უნდა, ესე მუშაობს ეს ყველაფერი. ხო, ასე რომ ბევრი ესეთი რამ ხდება. და ხო, ძირითადად ყველასთვის საინტერესოა. ყველა ვინც ჩემი აზრით ამ სხვადასხვა ხელოვნურად შექმნილ ილუზიებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ავრცელებს. ასევე გარდაუვალია, რაც არ უნდა იყოს საკითხი, თუ ვიცი რას ფიქრობენ BLM-ზე, ვიცი რას ფიქრობენ ისრაელზე, რას ფიქრობენ ისრაელზეც. რატომ არის ასე? და რას ფიქრობენ ამერიკაზე? და რას ფიქრობენ ამერიკაზე? ესეც ხო იცი, ჩვენ შენთან ვსაუბრობთ 250 წლის იუბილეს შემდეგ. გულისხმობ, პაროდიასაც კი აღემატება, რამდენად მზად ხართ იზეიმოთ და უბრალოდ მადლიერი იყოთ. ან თუნდაც უბრალოდ მზად იყოთ, რომ პატივი მიაგოთ იმას, რაც ამერიკამ და ჩვენს დასავლურ ცივილიზაციას, რომის ლიდერიც უდავოდ ვართ, აქვს მიღწეული. მართლა ასეა. რაც უფრო მარცხენაა თქვენი შეხედულებები, მით უფრო აბუჩად იგდებთ ამ ყველაფერს. ფიქრობ, რომ ეს აბსურდია, იცით? არც კი გინდათ, რომ FIFA-მ ამერიკელი ფეხბურთელი დააბრუნოს თამაშში. გულისხმობ, ეს არის მაშინაც კი თუ ფეხბურთი არ გაინტერესებთ. მაშინაც კი თუ ფეხბურთი არ გაინტერესებთ, უბრალოდ ნებისმიერი რამ, რაც ბიძიას ემისთვის სილის გაცვნაა, ყველაფერი, სადაც შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ებრაელების ბრალია, ყველაფერი, სადაც იღებთ იცით ამ რაღაცებს, ეს ყველაფერი ერთად მიდის. და ეს ფუნდამენტურად არის, როცა ვამბობთ, რომ ეს იდეოლოგიურია, მაგრამ ფიქრობ, ეს ფსიქოლოგიურიცაა. ეს ფსიქოლოგიურიცაა. და ვფიქრობ, ესეც ასეა. ეს არის თქვენი წიგნის მთავარი გზავნილი. ეს არის წიგნის გზავნილი. არა, სწორედ ეს არის. ჩემი ბოლო კითხვა შენთვის, ბაკ. შენი დრო არ დაიშურე, მაგრამ ამასაც მინდა შევეხო, რადგან წიგნს სწორედ ამით ასრულებ. და ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ვფიქრობ, ადამიანების უმეტესობა ხელოვნურ ინტელექტს ინტერესითა და უცნობის შიშით უყურებს. მაგრამ როგორ ერგება ეს ახალი ტექნოლოგია იმ ადამიანების აზროვნებას, რომელთა მიზანიც განსხვავებული აზრის ჩახშობა და გონების კონტროლია, რათა შექმნან ის პროგრესული სამყარო, რომელსაც წარმოიდგენენ, თუმცა როგორც შენ ამბობ, სინამდვილეში არც ერთში არ სჯერათ. ხო, გონია, რომ ეს სასაცილოა, რადგან ეს საუბარი პაულოვით დავიწყე და ძალიან მარტივი აღქმით იმისა, რომ გარე სტიმულები რეფლექსურ ფიზიოლოგიურ რეაქციას იწვევენ, ხომ ასეა? ეს არც კი არის ის, რომ რაღაცას ვხედავ და შემდეგ ვირჩევ როგორ ვიმოქმედო. ეს არის ის, რომ რაღაცას ვხედავ და უკვე ვიწყებ, ხო გესმის? ვხედავ დათვს ტყეში, იღლიები მიოფლიანდება და ხო გესმის, ადრენალინი მეცდება, ხო ასეა? გულისხმობ, აი აქ ერთვება ტვინისა და სხეულის კავშირი. საინტერესო ის არის, რომ ჩვენი დროის პირობებში, მაგრამ პავლოვმა როცა ამ ყველაფერს ქმნიდა, DNM-აზე არაფერი იცოდა. იცით, არაფერი იცოდა ორმაგის სპირალის შესახებ. არ ქონდა კომპიუტერები. არ იცოდა. ეს იყო როგორც ანტიბიოტიკების გამოჩენის გარიჟაჟაჟი. გულისხმობ, ეს ძალიან ადრეული ეტაპი იყო. გულისხმობ, პაულოვის ყველაზე საინტერესო კვლევა იყო, მან ნობელის პრემია მიიღო მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1900-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ გულისხმობ 1920-იანი წლები, 1930-იანები, ჩვენ მხოლოდ შევდიოდით მე-20 საუკუნის დიდ სამეცნიერო მიღწევებში. ის მართლაც წინ უსწრებდა მათ. და ეხლა შენ ლაპარაკობ წიგნის დასასრულზე. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ და სხვათა შორის მე ვარ, როგორ თქვა, ილონ მასკი მე ვახსენე მისი ერთ-ერთი კომპანია, Neuralink-ი, რომელიც ციკროს ტვინის ნეიროქიმიურ გზებს. და ცდილობს გაარკვიოს, როგორ შეძლოს ბრმებმა მართლაც დაინახონ. და პარალიზებულ ადამიანებს ისევ მისცეს საკუთარი კიდურების გამოყენების საშუალება. გულისხმობ, ეს იქნება სამეცნიერო სასწაული, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან საინტერესო კითხვებსაც აჩენს, რადგან რაც უფრო მეტად გავიგებ გონების მუშაობას, რამდენად შორს ვართ ნეიროიმპლანტისგან, სადაც ფაქტობრივად შეგვიძლია დავავალდებულოთ მორჩილება. და ასევე რამდენად შორს ვართ, ეს ერთი ნაწილია. ეხლა ეს ცოტა უფრო შორსაა. და მესმის, რომ პავლოვის ერთ-ერთი დიდი ღირსება სხვათა შორის ის იყო, რომ მან თქვა, თუნდაც ძაღლებთანაც კი, კონდიცირება ყოველთვის განსხვავებული იყო. და ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვეუბნები ხალხს. ეს არის ამ ყველაფრის კარგი ნაწილი. თუნდაც ყველაზე მკაცრი სამეცნიერო პროტოკოლების შემთხვევაშიც კი, რომ ძაღლები გარკვეულად რეაგირებდნენ, ზოგი ძაღლი წინააღმდეგობას უწევდა. ზოგი ძაღლი ყოველთვის ბედნიერი იყო. ზოგი ძაღლი გაბრაზებული იყო. იცით, ადამიანები განსხვავებულები ვართ. ჩვენი ნერვული სისტემა განსხვავებულია. და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა დონე თავდაცვის ამ ყველაფრის მიმართ. და ადამიანებთან ცხადია მან აღიარა, რომ ისინი ბევრად უფრო რთულები იქნებოდნენ, ვიდრე ძაღლები. ამიტომ ფიქრობ, ეს ყველაფერში იმედის მონცემია, ხო ასეა? ჩვენ ყველანი მართლაც განსხვავებულები ვართ და იცით, თითოეული ჩვენგანი უნიკალური ფიფქია. მაგრამ მეორე მხარე ის არის, რომ მოხდება მტკიცებულებების ფაბრიკაცია და აღქმის მანიპულირება.
ეს შეიძლება წარმოიშვას ძირითადად ხელოვნური ინტელექტის ხელოვნური რეალობიდან. რაც მოხდება, ამას უკვე ხედავთ, უკვე საუბრობენ deepfake-ებზე და ეგრეთ წოდებული იაფად დამზადებულ fake-ებზე და ამ ყველაფერზე. ეს უფრო და უფრო დახვეწილი გახდება და როგორც ხალხს ვეუბნები, აუცილებელი არ არის ყველა ამ ყველაფერს დაუჯეროს. საკმარისია, რომ საკმარისი რაოდენობის ხალხმა დაიჯეროს ეს ყველაფერი შენი მიზნებისთვის. ხანდახან უბრალოდ ეჩვის ჩანასახის შექმნაც კი საკმარისია, რომ ხალხი გახდეს ამ ილუზიის ან შეთქმულების ნაწილი, ან რაც არ უნდა იყოს. ხო, ეს ინტერნეტში ვნახე. არ ვიცი რეალურია თუ არა, მაგრამ მეტი გამოძიებაა საჭირო. იცი, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ეს უამრავ სირთულეს ქმნის იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ტყუილებით არ იცხოვროს, როგორც სოლჯენიცინმა თქვა. და ვფიქრობ, ეს არის მთელი ციგნისა და ჩემი საქმიანობის მთავარი აზრი. ყოველთვის, როცა ვინმე ცდილობს ტყუილის თქმა დაგაძალოს, ტყუილისკენ გიბიძგოს ან ტყუილის თქმა გაიძულოს, ეს უკვე პრობლემაა. ეს მშვენიერი აზრია დასასრულისთვის. უნდა გჯერგეროდეს ჩვენი ადამიანობის და დავიცვათ პატიოსნება და სიმართლე. ბაკ, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდი. როგორ შეუძლიათ ჩვენს მაყურებლებსა და მსმენელებს თვალყური ადევნონ შენს საქმიანობას და მიიღონ Manufacturing Delusion-ის ასლი? ალბათ ყველაზე მარტივია, რომ ციგნის ასლი Amazon-ზე შეიძინოთ. ასე რომ გთხოვთ, შეიძინეთ Manufacturing Delusion. ჩემი ასლი აქვე მაქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ციგნის მაღაზიაშიც აქვთ, გთხოვთ, იქაც გადაამოწმეთ. ასევე ყოველ დღეს 3 საათის განმავლობაში ვმართავ რადიო გადაცემას Clay და Back's Shows, რომელიც გადის დაახლოებით 600 სადგურზე, მაგრამ შეგიძლიათ უყუროთ YouTube-ზე. გთხოვთ ნახეთ. ყოველდღიურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. Clay და მე ძალიან ვერთობით. ეს ბევრად უფრო ინტელექტუალური და ღრმა განხილვაა ერთ თემაზე, ვიდრე რადიოში გვაქვს ხოლმე, მაგრამ რადიოც სახალისოა. იმედი მაქვს, ხალხი ნახავს ამასაც. და ჯონათან, ძალიან ვაფასებ თქვენს დროს და მადლობას გიხდით, რომ მიმიწვიეთ. მადლობა თქვენ. მინდა წიგნი გირჩიოთ, იმიტომ რომ იცით, ეს თხელი ტომია. დიდხანს დასაკითხი არ არის, მაგრამ ძალიან ღრმად ეხება ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რაც იდეაც იყო მართლა. და ჩვენ ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ, არ დაგავიწყეთ. ყოველდღე მოусმინოთ ჯონათან ტობინის ყოველდღიურ გამოშვებას, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც პოდკასტებს უსმენთ. და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პლატფორმაზე გვისმენთ, ან თუ პირდაპირ ეთერში გვიყურებთ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ, მოიწონეთ და ან გამოიწერეთ JNS. დაწკაპუნეთ ზარზე, რომ მიიღოთ შეთხობინებები და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. გთხოვთ, მოგწერეთ მისამართზე thinktwice@jns.org და გვაცნობეთ, სად უსმენთ ან უყურებთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. და გახსოვდეთ, განაგრძეთ კითხვა და საკუთარი აზრის ფორმირება. შევხვდებით მომავალ კვირას.